მოგესალმებით, მეგობრებო. ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში ვართ. რა თქმა უნდა ის. ქუჩა 77. რისი? კოსტაბა 77. შენ და ჩვენ ავღალატო ტრადიციას და ჩვენი აზრით საუკეთესო სტუმრებს ვცდილობთ რომ მოვიწვიოთ და წინა გადაცემაში ნახეთ ზურა შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენთან და დავანონსეთ რომ დღეს შევხვდებოდით ერთმანეთს და დღეს ზურა ყიფშიძე არის ჩვენი სტუმარი, ესე მოკლედ და დიდი მადლობა ზურა რომ მოხვედი ჩვენთან. უღრმესი მადლობა. როგორ დაახასიათებდი ერთის? პირიქით. მე? ხო. მე ავიღა თვითონ რო აგზის რაღაც კაია. მე გაწითლდეს არა უშავს. აუ გენიოსი. ნაუ. ეხლა მეც ვიტყვი. ძალიან გთხოვთ ეხლა რა. შენს კი ჩვენზე რაღაცები კაი. ნუ გამაქციეთ არა. სახიობი. არა, იცი რა, ეგ შემოქმედი აი ეს ყველაფერი. მე რამდენიმე არტისტი მყავს ესეთი, აი ვინც რო შეხედავ და აი ასოცირდება სიტყვა მსახიობთან, თეატრთან, კინო. რამაზი გენიალური, უდიდესი, აუ აი ფანატიზმი. ვაიმე, რა მაგარ პაროდიებს აკეთებს? საოცარი. ის კინოა, ის დევს აი. არა, ისე დედასმიცავ ერთ-ერთზე თუ არ იყო. მარტო თქვენ და პიპინაშვილი და კიდე არა. დამავეწდა უკვე, შო. ისე ამას ახსოვს რაღაცი. აი მე ხალხო ძალიან დიდი მადლობა პირიქით რომ ასეთი პატივი დამდეთ და იმიტომ რომ მე სულ როდესაც უყურებ ჩემ მეგობრებს აი ექიმები მყავს ძალიან ბევრი მეგობრები და სანდრო ჩირინაშვილი მაგალითად და უცბად აღმოვაჩინე რომ თურმე კაცო ფეხბურთის მცოდნე ყოფილა კაცო არც ვიცოდი ეგ ამბავი და ეხლა მე თავს დებდი რომ მე უფრო ფეხბურთში ვერ ყვევი და სპორტში და რაღაც მაგრამ სანდრო რომ ნახე და ისე კარგად საუბრობდა აი ბურთი და მოედანში გადაცემაში სულ არის მე ხო და იქ არის სიამაყის გზნობაა ეგ რატო იცით ხალხო როგორც ხელოვნება სპორტი გვიყვარს სპორტის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს მართლა არა აქვს და ეს სპორტი რომელიც ჩვენ გვასულდგმულებს და გვაცხოვრებს მე ყოველ შემთხვევაში ფეხბურთი თუნდაც ფეხბურთი მარტო ფეხბურთი სულ როგორ გიყვარს წყალბურთი აი გუშინ თუ როდის იყო გუშინ წინ წავაგეთ მაგრამ ისე კარგად წავაგეთ რაღაცას მე წყალბურთია ხო მე ნიზლავებს მიდებდნენ რომ 3 ბურთის მეც ვერ გავიტანთ. გავიტანეთ 7. გავიტანეთ ხომ არა მაგრამ იქ ორი ისეთი ლამაზი გავიტანეთ. ეს ერთი მაგარი შეა. თელ თამაშს ღირდა, გესმის თამაშად ღირდა. არა მაგ დრო უნდა ეხა მაგუნც. ანუ იცი რა რამე აი რო შევხვდით დღესაც რო ვისაუბრე, ყველაფერი ნანახი, ყველაფერს უყურებ, ხო ეგრე გამოდის. კი, სპორტს კი. შენ ალბათ ჩემსავით ჰოკეისაც უყურებდი ადრე. შენ წარმოიდგინე ეს ეპირა თუ არ ვიცოდი ის შემადგენლობა. და მე ცოცხლად თამაშს ნანახი. მე ერთხელ ვიყავი მოსკოვში. ვაიმე, სულ სხვა რამე კი, აბსოლუტურად. ყოველი დატაკება ერთმანეთზე ნაღდია? ვაიმე, რა ხდება, გვაფეთქებენ რა არის? არ გესმით არცეთ? აუ, ჩემია? აი, მოგიტანთ აქ. არა, გას გამორთე. დედოს კაცო აქა. არა, გამავიწყდა, გამორთე. აი მოჩა. ეს ნაღდია მე ჭორის დონეზე ვიცი რომ ესე დაგიძახებ ეხა ბატონო და ის ვიცი რომ არის რა. რავი ტელეფონზე დაურეკე ბატონო ზურა ნოზარი ლაიდანო ესე. აბა რა მეთქვა ეხლა. ლეკაო გეუნებ დავახასიათე ადამიანის სხვანაირი პური საჩქარებები. რა. აი გავიგე ადრე რომ რაღაც ჭორის დონეზე იყავს. იყო ვარიანტი რომ წაგეყვანათ თამაში. იყო ეს სწორი მეექვსე ახსი კი. და რომელი ჩემპიონატი? არა, ჩემპიონატზე არა, ჩვენ მე მუშაობდი, ვახმოვანებდით, სახიობები ბევრი ჩავდიოდით დილით მიწის ქვეშ და მიწის ფერები ამოვდიოდით საღამოს. ვახმოვანებდით ყველაფერს. და იქ ფეხბურთებს და სპორტებს რო შევესწარით, იქ ნუ გამოვთქვი ჩემი აზრი და რაღაცა ემოციები და იმან რა ქვია დირექტორმა, მოდიო ესე გავაკეთეთო, შენ ეხა ინფორმაცია იმდენი არა გაქვს, მაგრამ სურვილები და გზნობები გაქვს და ერთად წაიყვანეთო რა შენ ემოციას გამოავლენო და ის წოდნას გვინდოდა მართლა და ვარჯიშიც კი დავიწყეთ მაგრამ არა არ არის გვიან აუ რა ინტერესია არ გამოვიდა არა ეს რა მაგალითები ეს რაღაცეები არა სადეთ ხო მაგალითის ახეზე გვაქვს ისტორიული ჩვენი ეროსის და კოტესი ანუ მათი მთავარი პლუსი ხო იყო ის არტისტიზმი იუმორი რაც შეგაქვს ჭარბად
აქედან გამომდინარე ხმარ გადასარევი მეტი რა ვიცი რა არის ხმაზე მარტო დაждომისთვის არ მემეტები რაღაც იმიტომ რომ მარტო ცოტა რთული არის მაგრამ აი თქვა ნოდა ამასთანაც არ მემეტები ამასთანაც რა გინდა ჩაგირთო რატო იცის და გაანებე არ გვინდა იცის და მე აღარ ვიტყვი ხრეები აქვს ნათქვამი ჩემთვის და გაუწითლები ვარ ზურას მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვიტყვი რა ეს რა ქვია ხმაზე გამახსენდა ერთხელ შევესწარი ახალი გახმოვანებული ქონდათ აი ეს ფილმი რო გააკეთეს მაუგლი აუ ეფხვიჩ მაუგლი კი მე რაღაცას ვახმოვანებ ეფხვი შერხანი და აი ჩართული აუ ზურა გენია აი შევედი ჩართული იყო მე ტექსტებს რაღაცას ვკითხულობ რომ რაღაცა სხვა ფილმი უნდა გავახსენო აი ამოსულ თქვა აბა მე რაღაცა აკვარიუმზე მიწებებული გამახმოვანები რა ყველაზე საყვარელი პერსონაჟი შეხანი გაუხმოვანებია კაცო მე აკვარიუმზეა დაწებებული ვარსკვლავი თუ რაღაცა ის სუნქვა მაგას ვახმოვანებინებდე ზურა ისე გახმოვანება აი ანიმაცია კინო ხო ცალკე აბსოლუტურად აბსოლუტურად როგორც გახმოვანება საერთოდ ცალკე ისტორია შეიძლება მოგიყვეთ გახმოვანებაზე რაღაცეები ისევე აი როგორც კინო და თეატრი აბსოლუტურად სხვა რამე აბსოლუტურად ხო როლში ხომ შეხვიდე იქაც-აქაც ხო და მაგას ამბობს რა როლში ხომ შეხვიდე აი შერხანის ტიპაჟი ხომ უნდა გაითავისო რომ შერხანი გააკეთო ნუ ეს ინტუიციით ხდება და უცბად იმ შინაგანად რომ აი ჩაავლო რაღაცა და სმენა ხო თავად იმას რა ქვია შერხანს რომ დაყვება პატარა შენ გავს ის აუ გაიხსნა არა აკილა პრამახნულსა მაგრამ არა ეხლა ხო ვიცი დაგუგლეთ შენ დაუცილო ინტერნეტის ეპოქაში მე მყავს ეგეთი ძაღლი სუსლიკი რო არა შეკეთებული ყავს დაახლოებით ეგეთი ტიპაჟი და როგორ გავიხსენე სახელი შაკალადა ვარკი ვაიმე რაღაც ახლო ხარ რაღაც ეგეთი ქვია ხო მაგ შაკალია ის კი მაგრამ რაღაცა ქვია სახელი კადრე ზურა აი აქ პატარა გახმოვანების თეატრალურში ჩავაბარეთ თქვათ რაღაცა იქ თან ეუფლებოდა სტუდენტი გახმოვანებაზე წაყავდათ როგორ იყო აი ეს შემთხვევის ამბავია არავითარ ეს საგანი ესეთი რამე არ ყოფილა არა ის კი არა მე ისეთები გავიგე რომ რაღაცა მეტყოლებაზე გრიმზე რაღაცეებზე აღარ ასწავლიან ჩემ დროს უკვე აღარ იყო მეტყოლება კი მაგრამ გრიმი ეგეთი რამე ხო ახლა მეტყოლებას თუ ზურა შენ ვიცი რომ ეხლა 100 წუთი ვილაპარაკე და ძაღლები და ცხოველები როგორ გიყვარს მე და ერთ კაი ამბავს ვიტყვი ჩვენ მეგობარმა გახსნა ძალიან მაგარი ადგილი ზოოსპეისი ქვია იმ არის მისამართი არის ფალიაშვილის 84-ა და მოკლედ ცხოველების მოყვარულობის არის აი მეგობრული გარემოა სრული ასორტიმენტი არის ჩვენი პატარა მეგობრებისთვის და საკვები და აქსესუარები ძაღლების კატების ფრინველების და თევზებისთვის და კარებზე ჩამოკიდულია დიმა წარბებით სათამაშო დიმას ფიგურა არის და ხასები არის გადასარევი ხელმძღვანელი შეიარეთ მოკლედ ფალიაშვილის 84-ში და ჩემ მანქანის საბაგულში შეგიძლია ჩაიხედოთ ამას ფართო ზოოპარკი აქვს ამას არა მე ზოოპარკი არა ზურას არ გვინახეს ისეთი ტრაგიკული ისტორიების მოყოლა მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს ძაღლები მე და ზურას და იმათაც უყვარვართ ჩვენ და რა ვიცი, ჩემი კატა კიკი ვილით გარბის ეიფელზე არის, შენი მოკიდებული რაღაცა მითი შეკავდა. რომელსაც არავის არ დაუყებია და მარტო ამას უყევს. ბიჭო, გიჟდებიან ჩემს წარდება ის ძაღლი, ამას დაინახავს ყევს. არა ხოლმე, ეგ ყველაფერი ისეთი ინდივიდუალურია. და როგორ ეწინა რა? არა, ეწინებოდა. აბა კატას არ უყარხარო, ძაღლს არ უყარხარო. იმიტომ რომ ზურა ეხლა აი გეთაღაც მოგიყვები. აი ჩემთან კერძო სახში ცხოვრობ მე. ეზოში სიწყერი და კაი ის რო არის, ხო და კატა ძაღლი ზიან ბალანსი წვან და კარი იღება და შემოდის ეს სტუმრად. აი ესე აკეთებს. ხო და გარბიან ესენი რა. არა მართლა შენ რო შედიხარ როგორ არა კი. ძაძინი სურათია ზურა, ძალიან გული. გილოცავთ ახალ წელს კიდევ ერთხელ. და კიდევ ერთხელ ზურას გაუმარჯოს. ერთი თუ შეიძლება ბატონ ზურა. ზახარიჩ იგივე ყავა მინდა. ყავა იქნება და ყველაფერი. ახმოვანების დროს გოგია და ხარება გადაიღო გადასარევი ბაევიკი გიორგი შენგელაია. ნუ რა მაგარი. და მოკლედ არ მოუხდა იმ ცხონებულის ჩემპიონის ჩვენი იმის ხმა რაღაცა იმერული აქცენტი ქონდა წვრილი ხმა. მოკლედ გიორგი შენგელაიამ დამნიშნა გახმოვანების დირექტორად. მე ვთხარი რა მე რა უნდა გავაკეთო და გასინჯე კახელი მსახიობებიო ლევან თედიაშვილ ზაპოიაქო რაღაცა უეცეთ ხასიათიაქო და გახმოვანება მაშინ ეხლა ადვილია
ეხა კომპიუტერი აკეთებს რაღაცებს და მაშინ უნდა მოგერთხა მე და კახი კავსაძე სადღაც ჩეხებთან ვიყავით რო დავიწყეთ ჩასმა ისინი გაგიჟდნენ რა ასწავლობთო კაცო ჩვენ აქ პიპს რო იზავსო და პიპ მაგრამ მაშინ არ იყო ეგა ხოდა უზარმაზარი გასახვევანებელი დარბაზია და მე ვთხარი ბატონო გიორგი არ გამოვა აი ყველაფერს იტყვიან ტექსტს ხმა დააჯდება არ დააჯდება დაგაჯდა სიკვდილის ბუზი ამას ვერავინ ვერ იტყვის ნუ შენო ისახარო ესახარო და მოკლედ დამიჯერა და მოვიყვანე ლევანი მოვიდა და ესე ფეხებზე ესე გაიხადა კერ დაიკუზა ეგრევე რა გაიხადა ნუ მიჩვეულია რა იყო მოდღერა ტატამზე ხარ არ დამეტაკოს ეხა თუ შევძენო არის ციტო მე მეუბნება და ხელი გამიყარა ეს და ვანიჩკა საყვარელიძე ხო გახსოვთ მარკ შეიდერი ის უკნიდან მოყვება ჩუმად ხო და მეუბნება არის ციტო რა მე ვთხარი მე ორივე ჩემ ბიჭსო მაშინ ორივე ყავდა უბედურს და ორივე ბიჭსო ბალაღზე ვარონიებ ფეხში შველას რათა მე ვთხარი ბოდიში ეხა რა ცუდ სიტყვავნა მაგ მოსულ კაცო სირები ეზდება თუ ლევანა რა ვიცი მე სუპერშველი დავდივარ საგურამოში რა პატარა გა მე არ მოვწონს არაღარ მამოფილი და გითხრა აი მასთან ესენი ეზდებათო მე ვთხარ მე ვიფიქრე გიჟია რა ეზდებათ და უსმად ვანიჩკა უკნიდან მაგათია ბატონო ლევან ახლა რო დავიწყო 80 წლის ახარ მე ვთქარ გიჟი ვარ რა დრო შენიზა აუ მაგაზე ისე ლევანმა გაიხსენა ერთ-ერთ გადაცემაში რომ ეგო კახელიაო მე ჭვება იყოს კახელი მიდიკო ნუ ამბობს თედეშვილი ასმაცომ რა უნდა გაწმენდო იქ ამბობს რომ რაღაცა კულტურულად ქონდაო დაწერილიო რა და ეგო არ არისო კახელი აი ესე უნდა თქვაო რა რასპიაც მააცა არა ნუ განასარო აი ეხა ის ხმა ვიხსენებ ეხა მეც ეხა ვატარა არა ვარ მე 18 ხდები და პატარა ხარ არა ნუ კაი ეხა შედარებით აი ეს მაშინ გადადებულა ჯე ძველი ფილმები რომლებიც ჩვენ ყველამ ზეპირად და კარგად ვიცით იგივე შენი როლებიც რა ვიცი ეხანდელი და შედარებას კი არ თქო აი ამ ტექნოლოგიურმა რაღაცებმა აი როგორ შეცვალა ეს ყველაფერი ისინი უფრო ყურებად მოდი ახლა გულწრფელად თქვათ რა ვაიმე ეხლა მეტუმეტად ძველ ფილმებს რო უყურებ ხო და ყურებადია უფრო რა რომელიც მაშინ არ ითვლებოდა დაუშვათ შედევრად ხელოვნების შედევრად ფილმი ეხლა შედევრად მეჩვენება კი არა ნუ არ ვიცი ფეოლაზე აუ არ მწყინდება ყოველ დღე რომ აჩვენო შეაუნებით ფეოლა არის როგორი თემა იცი აი ჩარლი ჩაპლინის და აი მაგა ეგ თემა არის მე სიტყვის წინ ესე ღმერთმა მოხდა რომ რამოდენიმე გენიოსთან ურთიერთობა მქონდა და იპოლიტე ზუგლიდისავით ეს რაღაც წამალი მიმქონდა ესე მაგარ დღეში ხარ სულ მეუნებოდა რომ ბულგარეთში რატო ბულგარეთში არ ვერ გებულობდი და რაღაც როლი მაქვს მეო სცენარი მაქვს რომ მე და შენო ბულგარელებთან ნუ აი ბულგარელები მაგრამ ისე წავიდა საწყალი აი ისე წალებით წამებით რა ეს იყო გენიოსი ხო იმიტომ კი არა რომ რახან ჩვენია არა ფაქტია მართლა გენიოსი იყო და შეეძლო ერთ ადამიანს წაეყვანა მთელი პარადი აი გეფეწები რა აი წარმოუდგენელია რომ ამდენი წელია გასული მაგ ერთი 10 ჯერ ნანახიც ავარაუდოთ რა სულ აი რაღაც ყველა ფრაზა შეიძლება რომ ზეპირად იცოდე ფილმი და ჭრიჭინადან მოყოლებული გუნებაში ისე მაგ ჩარჩენილი თავში რომ იპოლიტეს რო წარმოვიდგენ ეგრევე ფრაზებს ვიძახი აი გინდა ვაი შეპატრონს გინდა რაღაცა გაგიჭირდებოდათ ეგრე ვინმე ის ხო რა გაგიჭირდა არა სახეთან აი არის თეოლა გაგიჭირდებოდა აი შენს პატირო თვითონ კი არ თამაშობს კი არ აი შენი რო არის რა ხოხები ხო რა ზუსტად ეგ არის ნაღდი რო არის ის თამაში აღარ გეჩვენება შენ ის მოცემული პირობაა ის ჩარჩოა რაღაც მაგრამ
იმდენად ნაღდათ აკეთებს და იმდენად ღმერთმა და ფიზიკა მისცა ისეთი უჩვეულო გარეგნობა და ხმა და საერთოდ ხარიზმა. დედას მისცა რომელობის გაიხსენე. დროსი კიდე აი ნუ არ რაღაცა სხვას რო ეკრა ხო იქნებოდა პერებორი. პერებორია ხო? მაგასთან ჩაპლის შემთხვევით არ მithქვია რა, აი ვადარებ რა, აი მომგალი და ვადარებ. ამართლებს ყველანაირ იტალიაში გაახმოვანეს იტალიურად ნეაპოლში. მე შოთამ მანახა მიჩვენა არველაძე გამოგზავნილი მეგობრის ვიდეო. ინგრევა დარბაზი ის ეპიზოდი იყო ჩუმად გადაღებული. ესიკი მაგაზე ხო სიუჟეტებიც იყო, კაცო, ფილმი პრეზენტაცია და რა კაია იტალიელებს ესე კარგად გაახმოვანეს. იტალიელი ჩვენები არიან. აი როგორ ციზურად თქვენ რო ახმოვანეთ, აი ამოსუნქო ყველაფერი გეგონება იტალიურია და იკაიფეს ყველაფერზე. ყველაფერზე იკაიფეს. თან მოდი ეხა ფეგბურთის ბაღა მივადექით ფეგბურთის ფენომენზე ვისაუბროთ. ფეულ არის საფეხბურთო ფილმი, მე ესე მგონია. უთხარი რა. რა, ძალიან გთხოვ ჩვენი არხი გამოიწერეთ რა, ძალიან გჭირდება რა. არ უნდა ეგრე დაჩოქება არ ეს. გჭირდება, მაგრამ გამოიწერეთ, რა, ესე კაია. აი, სენიორებო, ჩვენი ამიგო, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი კომაგი, სადაც გემრიელი სოსისებია და შეგიძლია ლესოთ ბოლომდე. გააგრძელე. სკოპია მისკოვდა და თავი უკან. ეს ვისთან მოვხვდი კაცო, ეს თქვენ შენა მე ხوار წავიდე და თქვენ. რა ჩვენი ძმა მოვიდა. ხوار დაქტოვოთ აქ ხوار. არა, პირიქით. რა უნდა და მე მგონი ჩვენ რო წავიდა შენ დარჩე მარტო თუ მაგარი ყურები. გააგრძელეთ რაღაც ფეხბურთი და შენ ხარ განსაკუთრებული ურთიერთობა. ვიცი და რავი რა რითი დავიწყო არც იცი. არ ვიცი, სახლიდან გარბიან თამაში რომ მიდის და მე რო უყურებ მარტო ვამტრე ყველაფერს ვანგრევ. ერთ-ერთს მე მოვესწარი ეგეც. აი რა თამაშებს? სად გემზე? არა. ფეხბურთს უყურებდით საქართველო უკრაინა 3-2 რო წავაგეთ გადაღებაზე. მე ვიყავდა? მეორე ტაიმს ჩამოვასწარი, ხო იცი მან? არა, ვერ ვითმენ გესმის. რაღაცა ფიზიკურად უნამქნა. გემზე მე ცხონებული მამუკა კიკალა იყო და ლევან თედიაშვილიც იყო და იქ რაღაცა დამითმეს, რაღაც პატარა ადგილები გემზე მიდიოდა მსოფლიო ჩემპიონატი. და რაღაცაზე ნუ მე კროიფისტი ვარ ბავშვობიდან და ეგეთი მაღალი და ეგეთი დიდი მე არავინ არ ეხლა თავისთან იტალიამ როგორც მოიგონა დაცვით ფეხბურთი ისევე ტოტალური ამათქა ეგ არის კარგი რომ არავინ არავის არ გავს და ერთმანეთს ეჯახებიან და ეგ არის საინტერესო საწყერი აბა ყველა ერთ ბრაზილიურ ფეხბურთს თამაშობდეს მთელი მსოფლიო რა იქნება სადღა არის ბრაზილიური ფეხბურთი აღარ არის მაგრამ ნუ ხო არის მაინც ხოდა არა რატო ვამბობ და რაღაცაზე იქ რაღაცა და ხელი დავარტყი ბიჭო თურმე ძალიან პაპია მასე ყოფილა ესა და შევედი ვიღაცა იტალიელთან იმასთან შევედი გემზე ხო ისე აპასლი გემზე ყოფილი ხარ პაპია მასეები თუ იყო იქ იყო იმედია კორპუსი არ იყო გეუნები მეთქე ესე რომ დაარტყა გემს შეფო ხოდა ლევანამ მოაშორეთ ეს კაცი აქედან რომ ფეხბურთს ცალკე ვაყურებიოთო ნუ ის იმიტომ იმ კაცმა ეხა კივილი კაცო რა მუშტები შემოდის იმან ეხლა გამახსენდა ბრაზილია ნიდერლანდები ნახევარფინალი ფრანკო მროჯარიმა გაიტანა მე ბრაზილია რო უგებდა და მან მე და ჩემი მეგობრები რომელიც ნიდერლანდები იყვნენ და მე ბრაზილია ვარ სულ რა ეხა დღესაც მაგრამ იცი როგორი ბრაზილია ვარ რომ მინდა რომ ნეიმარმა ითამაშოს კიდე და აი ხო ხდება ეგეთი ბრაზილია ვარ და ის არ მინდა ეს ჩაბეტონებული ბრაზილიელები არ მინდა და იმედია რომ იქნება ნაკრებში მან ხო იგებდა ეს ბრაზილია 2-0-ს აბა და ხო გაუტანა იმან 2 გოლი მეორე გოლზე სკამი ავიღე გიარუსიასთან ვიყავით შენ ზვაკასთან სახში ბოდიში სკამი არა აი ესე ახეთ მეც მე დამცინეს ამათმა იგი ლანგეს და უცებ გაიჩნდა ჯარიმა და ბრანკომ შეაგდო და აი ქუდი დავიხურე მოვიცი და და წავედი. არა, ფეხბურთი ისეთი ფენომენია, ეხა ხვიჩამ რას გააკეთა? ანუ ნაპოლის ხვიჩამ ენატრება ხშირად გაიგებ რა მაგას. რუსულ გუნდში როგორ თამაშობდა მე იმას უყურებდი, კაცო, დნეპრი კი არა, რუბინი. მან ხო იცი რომ ბაზაზე ცხოვრობდა, ქალაქში თამაში არ გადიოდა ვაჭი. ფანატურად. თან ერთხელ მე მაგ დროს შევხვდი ჩვენთან ინტერვიუზე იყო მოსული და უთხარი რომ მეთქი ბიჭო ეს ბურთი რუსეთის ჩემპიონატში გაეცი მეთქი რა რო არ ჩაგარტყა და მე არ შემიძლია უნდა დავამთავრო რა ანუ ფენომენი ეხა ნაპოლის ხვიჩა რო გვენატრება ეხლა ლეველით უფრო ზევით არის ასული მე ესე მაგრამ ისინი ფანტაზისტა იყო და ნეაპოლი მაინც ესეთი ქალაქია
იყავი ხო არ ყოფილიყარ შენ? არა. აი რაიმე რა ძალიან საწყენია შენ რომ მაგას მე ვიყავი და შოქში აი მართ რომში ნამყოფი ვარ და არა, ქუჩას დროს ნეაპოლში. ქუჩას დროს. ანუ მე რომ მაღაზიებს შევდიოდი. მაგ დროს? ამ დროს ვიცახი, თორე ისე ხარ ვიცი. იამახებდი რომ კიდე უფრო რო ქართველი. ნეაპოლზე ისე რას ამბობენ, იცი? ან შეგეზიზღებაო, ან მაგრა შეგიყვარდებაო. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, იმიტომ რომ შოქში ვიყავი მართლა. მაღაზიები იყო პატარა ჯიხურები რა, ხო ის სიაბანდა რაღაცებს რო ყიდიან. და იდო ხვიჩას თოჯინა, ოსიმენის თოჯინა. და მარადონა იყო, რა თქმა უნდა. და იქ რა თქმა უნდა ეს მე ხვიჩა და მარადონა ვიყიდე, ხო ოსიმენი ჩემი ძმა არის, მაგრამ ბაზარი არ არის და რომში სანამ ნეაპოლში შევედი, რომში ვიყავი და რომას მაღაზიაში შევედი ოფიციალურ ვიდეო მაქვს. ხვიჩა კვარაცხელიას მაისურები იყიდებოდა. რომას მაღაზიაში. და იმდენად რომაში ცოტა წარმოიდგინე, რომას ოფიციალურ მაღაზიაში. გაჭედილი რა ფანატიზმში რომ შარავანდედი აქვს კვარას, მარადონას და ოსიმენს. ეს სამი. კაი, ეხლა შევიქარი შენი ემოციები. მეც გავჭედე კვარაზე. მაგრამ ერთი რამე მიხარია რომ მარტო კვარა არ არის რა. მიმოფანტული ყავს მთელ ევროპაში, ჩვენ გერმანიაში, ჰოლანდიაში გრამდენი ყავს. მაგალითად ტოპ 5-ი ყველგან ყავს მოთამაშე, წარმოიდგინე. აბა აი მაგას ვამბობ, გესმის მიმოფანტული ყავს, იმდენად ნიჭიერი და იმდენად უკვე ნიჭიერი აღარა, ხეთსი და პროფესიონალები არიან, აი თავისი ფერი აქვს, აი კლასის ფეხბურთელები, რაც ციტაიშვილმა გააკეთა. მე ვერ ვნახე თამაში და მეგობარი მეუნება ნახეო ისეთი გოლი გაიტანაო და უყურე ბიჭო გავიდა 80 წუთი 90 არ გააგეს გოლი და მეთქე როდეს გაგა თორმე სადახარ ნუ იქ უკან ქუსლი დაბრუნება ამ ორ კაცს მაგიტომ უნდა ნაპოლის ეხლა აი ერთხელ ყვები ძველ ამბავს ძალიან ძველ ამბავს აუზზე დავდიოდი ვარჯიშობდი მე ეს და კახი დავდიოდა კავსაზე რა აგას რა დამოვიწყეს ბიჭო და რო გამოვედი კახის ეხა კი ვისწოდი მაგრამ ეხა ისე რომ რაღაცა და წარმოიდგინე გახtildeები რაღაც მისახოცებით და მე რო დამინახა ბიჭო ხო ეს როგორ იცი ბიჭო ხო ბატონო გახდა ხალხი კახი რო ხმა მოიღო ყველა გაჩერდა და უყურებს ეხლა თან მე ხბოდი შეეხადა პესახო რაღაც ხვდები რა ისეთ მომარეობაში ვარ რომ ვერ შევდივარ ვერ გამოდივარ კაცი რო გელა მივიფარე ესე დგევარ და როგორ მეზიზღებოდა ბიჭო რას გავს ბიჭო იძახის მეთქი ვის ან ჩემზე იძახის მეთქი ანუ ვიღაცა ესე ხო გაიგე და მეთქი რატო ვეზიზღებოდი რაღაცებს ვერ ფიქრობდა და როგორ შემოყარა ბიჭო თავი და ბიჭო ეს ხალხიც უკვე დაზაბული დგას რონალდინიო. ანუ კბილები და ისე რომ დაინახავი რომ დავინახეო გულიამერიაო რა და ისი რომელი დღე არის? ესე რომ დაუტრეალა იმას. ჩელსის რო გაუტანა ადგილი და რა. და ნოუკამპზე ახალ დაკრული აქვს ტაში რა, იმაზე ბერნაბეუზე აქვს მადრიდებმა რომ ტაში ისე გააკეთა. რომ ეგ გაუჭირდება ეგ არა ეგ მთელი ჩემი ცხოვრება ნათელი დღესავით მე და იმ ხალხის სახეები ეხა ჩემთვის გადაღვნილია იმათ სახეები იმიტომ რომ მარტო კახის ხედა აი შოკდა ტაში დაუკრეს აბა რა სპექტაკლი გააკეთა და თურქ კომენტატორს რო აკეთებდა ტიპმა გააკეთა თეატრ და თურქ კომენტატორს რო აკეთებდა აი ვაიმე ეგ არ შეგვიგიზე gel şotika gel arçil gel şeytan başa şotika şeytan başa თუ ვინმე რასკაში კი იყო ჩემი პროფესიიდან კახი იყო ერთ-ერთი ჩემპიონი პელე იყო რა როგორც პელესთან იქ რა კაი სცენა დონკიხოტი რო იწყება დონკიხოტი და იმაში მარტო ხელა მონადირეში მარკა ის ალკია აუ ის ალკია იქ ერთმანეთის ის რომ მიდის ომი ის ან მაგრამ ხო და არა ფეხბურთზე დავიწყეთ საუბარი და კვარაზე და ყველაფერზე რაზე ცოტა რამ ნუ მე მაინც ეთქობა მაინც ძველი ყაიდის კაცი ვარ და ამ ფულმა გარყნა საერთოდ სოფლიო გეთანხმები მაგაში და კერძოდ ფეხბურთი კერძოდ თამაში აი ხა მე ბარსისტი ვარ ხო რამდენი ვინმე მომეწონება იგივე დემარია ფიგუ რივალდო პრავიკრაი ხეცები ბრახ მაგარი ყიდულობს არა თან ზურა ცოტა გასაკვირი რა არის ისი რა ვიცი რო გაქვს ვთქვათ აი ფიგურო ისე ვიტყვი რა 1 მილიონი და მილიონ ნახევრად გადადიხარ ანუ ცოტაც რო გემატება და ნეიმარი რო გადავიდა PSG-ში
კანტონა გამოვიდა, კანტონას კიდია რა, თან კინოებში თამაშობს რაღაცები და ტიპია და ამას გადაუარა რა, იმიტომ რომ შენო ბიჭო მესისთან ერთად თამაშობო ესპანეთის ჩემპიონატშიო და სად მიდიხარო ვის უნდა ეთამაშო ამიენებს და იმეებსო იქო რაღაცა სენტეტიერებს და რაღაცეებსო და ანუ ტიმა ვერ გაიგო რა, ეხა კანტონა ხო გახსოვს როგორც იყო ტრიბუნაზე ვიღაც თემა ეს აწეულია საერთოდ მაცერის ლეგენდა იყო. ანუ ეს თემა ეხა ფულის თემა არის, კატასტროფული თემაა რა, ეხა ფიგურო იყიდეს 53-ად იყიდა ხო? მაშინ სადაც 53 მილიონი ეხა არის არაფერი, 5 ლარია ბიჭო. ო, სარეკორდო მაგრამ ფიგურა იყო ხალხო რა. ან დემარია რა იყო. აი ეგეთი იცი რა არის? კაკა მიყვარდა, უიმე. კაკა ხო ეხა. ახლა გითხრა კაკაზე კაი ისტორია. ნუ რა ისტორია ყველა ნახა და გაიგონა. მე ჩემი ყურით რო არ მომესმინა, მას არ მოვიძები. რუსს უყურებ, რუსი ის არის კომენტატორი. Ну да, хороший футболист, там რაღაცა იკლიკინა და მაგრამ ну что такое кака აზე ხარ საწავიდა ტიპი და რა არა ეგენი ეხა ბაგან на არიანო всех языках кака ანუ ერთ აქტი გააკეთა. მეთქი ეხლა დავამტკივრეს ტელევიზორში რა გიშველი რა ან კედელი გავიტანო ისევ. კედელი გავიტანო რა ვქნა აი რა მიყვარს ფეხბურთელებში აი რატომ გიждები რობერტო კარლოსზე რა აი იმასაც გიждები ვაიმე აი ეგეთი კაცი რო ყავს გუნდში ნუ შენს უკან არის კედელი აი და იმის ღიმილი და იმის დარტყმაზე აღარ ვამბობ და ფეხბურთის აი პიროვნება ისეთი რომ აი გიждები და კაკა მე არ მინახია დავარდნილი პირალი ელეგანტური ჭუჭყლიანი ნეიმარი იცოცხლი ნეიმარი კი ნუ ახლა ხო მაგრამ აი დრამატული თეატრის მსახიობი ორიდებული და ლამაზი ალენდელონი დარბოდა საული არა და ახლაც ესია ვეტერანების თამაში რო არ შეცვლა ეგ ძანეტი რამდენიმე ისეთი არჩენები ჩვენები ხო ფორმაში მაისურები ასკრებად რა მაგარი გინდა გეწყინოთ გინდა არა ბრატი არა რა ეწყინოთ იცი ნასვამი ვარ პატარა გიბრიშკებით ხო ერთი კადრი იყო დოდა გეხვეწები რა ერთი კადრი იყო ვეტერანების თამაშზე უკანით დადგა კამერა და ორი ტიპი ერთად შედიოდა რა კაროჩე კამერამ დიაფრაგმა არაფერი არ ეყო ჩემი დედა სანამ გამოჩნდნენ ბოლომდე ვერ შევიდნენ შევიდნენ მაგრამ ჰა ზურა ძველ პერიოდს აი ძველ ფეხბურთს რო გახსენებს აი კლასიკურ ფეხბურთს რა ხო თქვი დღეს ვინ გეგულება ეგეთი ფეხბურთელი აი ვინც თამაშობს რომ აი შეხედავ და რომ აი ის არის რა ის ძველი კლასიკური ხაზი მოგვაგინი რა ჩენკრიბლავ და ის აი მე შემოგარგო ჯამ ბევრია მე არ მიყვარს შედარება ჯერ ეს პელეა თუ მარადონა პელეა აი ამას ვერ ვიცი რატო გითხრო დაიწყო ლიბაძე იზახდა ხოლმე მე თქვენ გეკითხებით მარადონა პელეა პელეა ხო არა რატო იცი ის დაიწყეს სუწუნი ხო ხდები ბევრისგან მოგისმენია რომ აი ის ხიბლი დაკარგა დღეს ფეხბურთს აღარ არის ის სხვა დროა კი დავიწყეთ იმითი რომ მე ჩემი აზრით თვითონ მატერიალურმა გარყვნა ხელოვნებას და სპორტის და ეხლა ვერაფრით ვერ დაადგენ ვერაფერს უბრალოდ ნიჭიერი ხალხი მომრავლდა არ მოჰკლებია მსოფლიოს არც ქართველებს ნიჭიერი სპორტსმენები კერძოდ ფეხბურთელები ამ შემთხვევაში ხო ამიტომ ესე ვერ ვიტყვი რომ ვინ ეხა რონალდინიომ რაც იმოქმედა და მესიმ რაც გააკეთა ჩვენზე ნეიმარი მიყვარდა ადრე ცოტა და ჩემი შვილს ვეჩხუბე რომ ვინ არის შენი ნეიმარი აგერ გამოვიდა ვერც ერთი ბურთი ვერ შეაგდო მე ვთხარი ბიჭო ტრამვა ქონდა ისეთი რომ საერთოდ რომ გამოვიდა არ გიკვირს საერთოდ რომ თამაშობს სამჯერ შტანგას მოარტყა მაცალე სოფლიოზე ნეიმარს გაჩვენე ო ორი საგოლე გააკეთა მეთქი რომ მე აუცილებლად გოლები უნდა გაიტანოს ხო და აი ამის თქმა მინდა რომ იმედი მაქვს რა ბევრი რამის იმედი არ მაქვს მაგრამ მაგის იმედი მაქვს რომ ისეთები მოდიან მადლობ ჩემო კარგო დიდი მადლობა ბილი ბეკის პაპის ერთ-ერთი გაცნობილი საუკეთესო აი არ შემიძლია ახლა არ გკითხო რა პელე არტისტი ხარ და უნდა გკითხო აი თქვენ გავს თუ არა ფეხბურთი და ჩვენი პროფესია მსახიობობა უიმედე და გავს ეგ არის ხო იშა თუმანიშვილისგან რომ გავიგონე ეგ იყო სულ ადარებდა ფეხბურთს თეატრს იმიტომ რომ ყველას თავის ფუნქცია აქვს დამცველს, შუახაზს და გამტანს.
ეს არაფერს არ ნიშნავს. და არის ტოპიც. ნო, დრიბლიორი, თავარი, თეატრშიც არის და დირიჟორი, დირიჟორი, ხო, რა. დათკა რო იყო ყიფიანი დაუშვათ გესმის? აი ეგეთი ვიღა. აი ხა ის იუგოსლაველი რატო ვეზახი იუგოსლაველს? ქერა ბიჭი როა მადრიდის რეალში რა ერქვა კაც. რა ქვია? ხორვატი თუ მოდრიჩი მილანშია ეხლა. მოდრიჩი. მოდრიჩი არის გესმის? აი დირიჟორია. კი. და ასაკი რო არ ეთქო. უმაგისოდ არ გამოდი. ბიჭო არა. ეთქობა, მაგრამ არ ეთქობა. ხო. აი ეხლა მილანი რო წაგიყვანს 40 წლის ასაკში თემა ამოწურულია. ხო, თან ისეთ პოზიციაზეა რომ რაც უფრო გვინდება მის ვერ მოხდება ვერასოდეს თო. არა. ვაიმე მე არ ვიცი ეხლა რამდენად ეს არის უხერხული არ არის ამაზე საუბარი, მაგრამ სპორტში ხდება ნონსენსები. აი ხა ცუდი რამე მინდა გავიხსენო და სულ არ მიყვარს ეგ მე რაც მომივიდა იმ დღეს ცოლს ეგონა რომ უნდა გამოეძახა სასწრაფო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი კახი კალაზე, ხო? აი ავტოგოლებზე. აი ავტოგოლებზე. ესე იგი ჯერ ეს ერთი მალდინისთან ერთად ისეთი თამაშები მახსოვს მაგისი არაჩვეულებრივი. თან იტალიასთან რო დაემართა მაგ. დიდ აბა ბიჭო და ესე იგი ისეთ სუდად გავხდი რომ ცოლი როგორ მაწყნარებდა იცი რომ კაცო ვერ გაიგეო შენო. იტალიელები უყვარს ძალიან და ხო ნუ ეგ ეხა ისე ხმა იყო. ეს სადა ბანაო შენ ეხა იგი სხვაგან არის ვაფშე აზე არ არის. კი. მაგრამ აი უბედურება ჩემთვის თუ შეიძლება მოგივიდეს ეხლა უარესი უბედურება მოვიდა მაგსაცოდავს ძმის ამბავი მაგრამ ესეც უბედურება ეს ეგეთი რამე არ ყოფილა სადმე კოლუმბიაში აიშია ორი არ არა კაპიტანი სბორნის კაპიტანი კი დემეტრაძე იეროს ჩააჭრევინა მილანის ვიცე-კაპიტანი დემეტრაძემ ჩააჭრევინა იეროს კარშიო იეროს ჩააჭრევინა დემეტრაძემ რეალის კაპიტანს კი ორი არა ორიც ყოფილა მე არ მახსოვს ორი კაპიტანი შემთხვევაში იყო არ იყო არ ვიცი აი ესეთი ორი ერთ თამაში არ მახსოვს იყო ეგეთი რამე მე ხო კარაგერი კარაგერმაც ეგ მოსდი ცენტრალურ ცველებს და ცველებს თან ისეთ პასიდან გასო იმიტომ ამბობ ყველაზე მოდაშია და ყველაზე ჩანს და ყველას უყვარს თავდასხმა და გოლის გატანა აბა დამცველი არა ყავდეს ერთი გამონაკლისი იყო კანავარო რომიცეს ოქროს ბურთი ერთადერთი გამონაკლისი და ერთი იყო მეკარე მე მგონი გუფონზე იმიტომ რომ მეკარე და დაცვა არის ყველაზე ლოგიკური და ლოგიკურია მაგრამ ლოგიკურია ხა მე მომარდა ძალიან მიყვარს მაგრამ დაუფასებელია პარას თამაშს უფრო უყურებ ვიდრე თან მით უმეტეს ვალენსიაში რო იყო იმენა ჯოჯოხეთში იყო ტიპი ურახუნებდნენ ბარაბანივით თვითონ 25-ჯერ უწყავდნენ კარში და ეხა აგერ დადგა გუშინ წინ თუ როცა იყო ჩვენ და იდგა და პოსტი დადო და იქ იმაზე ინსტაგრამზე დადო და რაღაც ტექსტი დაწერა რომ ეს ჰეიტი ეს შური უფრო მაძლიერებს და თან რაღაც ფოტოები და არნესლოტი მაგის თანაგუნდელები ყველა ულაიკებს ქვემოთ თითი რაღაცა საქართველოს დროშებით ტიპი სად არის მებო რა ლაპარაკო რაღაც ენფილდზე არის მოხედრილი აჩა იღა მე რა შევადარო არც ვიცი რა ეხა ოჩა და ვინმეს რო ეთქვა რამდენიმე წლის წინ ენფილდს დავიდაონებოთ ესპანეთის ლა ლიგაში ქართველი მეკარე იქნებოდა მე არ დავიჯო შეიძლება რაღაც კითხები რო დავსო ხალხი რა თქმა უნდა ერთს ვიქნა არა ნოდარეს ვეკითხებ თორე მე შინი ამ რა შინიო გლიჯო ერთი დედა ზურა ისე ფეხბურთელი რო იყო ზურა ფეხბურთელი რო იყო რომელ პოზიციაზე ითამაშებდი შენი საყვარელი პოზიცია მე მაქვს ჩემი ვერსია სადაც გათამაშა საგდენი პასები მოდრიჩი გაანაწილა ზურა ყიფო რო თქვი ეგ მამუკა მენაბდე მსახიობებში ვიცით ხო გურამ ფირცხალავას ხომაგია ბატონი ზურა და ფეხბურთელებში ის ვის შეადარებდა გურამ ფირცხალავას როგორც არტისტის ნატურას და პერსონას რაღაცა ისეთი კითხვა ვაიმე ჯერ ესეთი ხომაგი კი არა უფროსი ძმაკაცი იყო ჩემი და მაციხვითიაში თამაშობდა მაცის მე მოხსნეს შუა როლიდან და მე ისე გავხდი ცუდად რომ მესტიაში ჩამიყვანეს ნემსენს მიკეთებდნენ 13 წლის ბიჭი ვიყავი ჩვენ საერთოდ ცხენი ყავდა მე უვლიდი ცხენს და გურამი მივლიდა მე მონადირეების მაშინ ერთად ცხოვრობდი დათვები და რაღაცები გაკრული და უცბად ერთ დღეს მეუნებიან გურამი აღარ არისო როგორ აღარ არის მე ვთქვა ნუ ესე იქ თურმე რაღაც მოხდა ხა მე პატარა ვარ ხო ნუ მოხსნეს როლიდან შუა როლიდან ბიჭო იცი რა იყო შრამიანი გურამი მოხდა რა საინტერესო ქალი იყო ჩარე გარეუ
გესმის? ქალი ხო ყოველთვის. შერშელაფა. ხო და არა ჯერ ეს ერთი უდიდესი პიროვნება იყო, ჩვეულებრივი, მოგრძალებული, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი ვიღაცა იყო. ყველაფერი უხდება. ვის უნდა შევადარო, აი ფეხბურთელებშიო. მეტრეველს. როგორც არტისტის ნატურას და პერსონასო. გუცაევს. მეტრეველს. აი მე მეტრეველმა გადასცა გუციკას მარჯვენა კრაი რა. ეგ ინსტიტუტი როგორ ამოიფხრა ეს? ბიჭო, არ შეიძლება ეგ კრაი. ეს კი მახსოვს ბოლო პატარა მიშა. კრაი არის გადასარევი რამე. აი გახსოვთ აი ზაშტლი ცველება შეითავს ეს გაიგე დიახ ბატონო მანუჩარის ძმა გოჩარო რო დასინო და ყველა სანგალას ეძახი გოჩა რაღაცა მოუძებნეს ადგილი და გოჩას მიქონდა მთელი კრაი თუ გახსოვთ კი როგორ არა კრაი გოჩასი იყო იქ ვერავინ ვერ მაგას ეხა ისტორია გამახსენე აი ეგ რა არის ეს სპარტაკიდან ისო პრიჟაი მესტეს გოჩიო გოჩი რო უცხო გოჩასთან ერთად რო ჩავჭი მე და შენ რეალთან ორივე მანუჩარის და გოჩი აუ რას აკეთებენ მე მედვე რას ლაპარაკობ ბიჭო ძმები იყვნენ გენიოსები და იმას მართლა ეგრე იყო როცა ფორმაში არ იყო გუნდი მანუჩარი დაადრევდა ბურთს დრო გაეყვანა რა მე მისცემ ხოლმე და ეგრე იყო ხიქლაძე რო იცოდე ამაკრა ჩვენ რა აღაშეგელო მიცვეთ ბურთსო და მე ეგულავეო რა გაბახსენე 5 წუთიო ტიპი ბურთს ვერ ათმედე მანჩესტერ სიტიში როდის ისი ჩვენ რო ყავდა გადაცემაში ზურა და მე რო კითხე რა დააკელი მეთქი რა აი ხო ის ყველა ხომ მაგას ლაპარაკობს რა დავაგელი ვაფშე არაფერი არ დამიკლია გოშენა არა მაგის ვიდეოები უნდა ნახო რა გიბრძანებ კითხვა დასვენ კი დედა კინკლა რა ტექნიკა ქონდა რებს ხემდე არის ყველა გამოკითხვებში სიტის წარმოედგინე ამდენი წელი წინ დამაშავდა ბიჭო 20 ის დაუდგეს რა ქვია იმას კომაროვი შენ დაამთავრე და მე სოცხალ კაცს დაუდგეს რა ქვია ძეგლი ძეგლი კაცო დღემდე გიждდებია სოცხალ კაცს ბუცები გამოუშვეს კინკლა კი აბა გიბრძანებ კითხვა მოკლედ ზურა გრიგოლ ბასილაია გვეკითხება თქვენ ხასიათს რომელ ფეხბურთს შეადარებთ ნუ ცხოველი ვიცი შეხას ო ფეხბურთს ვაიმე ხასიათით უფრო აი ვინ არა მოდი შეადარებდი მოდი სხვანაირად დავსვათ კითხვა რა სინატრებდი რომელ ფეხბურთელობას სინატრებდი აი ისე როგორ მოგწონს ვინ მოგწონს რონალდინიო აჰა აი რავი კახი იძახდა რას გავსოდა რავი ვაიმე რას გავს კი არა შენ სიმპათიური ესეთი რა არ ვიცი ეს პატარა ბიჭი კაცო არა მინი ფუტბოლს როგორ ვაი მე ისა კადრები მაგრამ მაგას რაც გაკეთებული აქვს ყველაზე მაგარი აეროპორტში ხვიცი პასპორტით რომ მივიდა. ეხა ეგეთი გამოყლეებული როგორ უნდა იყო ბოდიში რა. ურუგვაიში რო გადადიო. ხო, დაიჭირეს ესე შეიძდა. და ხორი რომ მოიგო იმაში ციხეში. რა შედარე, აი რა შევადარო და შენ რო თბილისის აეროპორტში მივიდე ვიღაცის სხვა პასპორტით. აი ხო რატო უნდა გააკეთო პროსტო შეიძლება ამეცნა? თან რონალდინიო. არა, თან რომ ვერიც რო ეხა აი ხო შანსი არა, აი იცი როგორ მინდა რომ მეკითხები ახლა აი ვისთან გინდა რომ გაესაუბრო და მაგასთან მინდა მარტო ეს მინდა კითხომეთ კი რატო ქენი რატო არა ეხა რონალდინიო რომ მოდა მე ბაჟერო ხარ და რაღაცა ნოდასივსი ვერ ვაწერია ბატონო ზურა არა მართლა გეუბნები თო და ის მებაჟე უყურებს ეხა წარმოედგინე ამას ხთან უნდა რომ ავტოგრაფი გამოვართოს თან ფიქრობს ვინ ჩემის ნოდა რა არის ეხა რა ავტოგრაფი რო გამოვართან სურათი გადავიღე რონალდინიო რა მაგრა გააკეთა როგორც არტისტმა შეაფასა ეხა შენ ეხა ნუ პატარა ბავშვი ნუ ხარ ყურადღებას რო არ აქცე მე ნერვიულობას იწყებს ჩემს ძალიან მაგრამ ეგ დავაპაუზო შენზე ნაკლები ბიჭო რა უცნაურია ეხა რონალდინიო არის მე მგონი ყველა კიჭა მახსოვს კაკრას სხვა რონალდო კი ბატონო ხო პრაისის ბრაზილიელი ეს ორი კიჭა ფენომენო აუი ფენომენო კი საოცარ ჰიპილერზე პატარა დეფექტი საოცრებებს აკეთებ ჰიპილერზე პატარა დეფექტი თუ გაქვს მაგარი ხარ უკვე რა ბრაზილიაში ეგრე გამოდის კაი ეხლა შემდეგი გიბრძანებ ხო არ ვიცი რას თქვენ როგორ შეაფასებთ და შვილი უკეთესი მსახიობია თქვენზე და გულები და კოცნები გამოგიგზავნა ვაიმე ის ურჩევნია მამოუცა აბა რა ეხლა ამაზე რა უნდა რას გიპასუხებთ აბა როგორ აბა რა
მერკუციოშია საოცარი. მე ჩემას ვიტყვი რომ არა, ჯერჯერობით და მაინც. არა, ძალიან კაი. მაგრამ აი კი არის კაცო, მაგრამ მაგრამ ისეთი ის გააკეთა გოგი მარგველაშვილთან რომ რატომღაც ჯულიეტა და რომეო ერქვა მას, მაგრამ ხო მერკუციო ითამაშა, აი მართლა არ შემცვა კი არა, ამაყი დავდიოდი. არა, მაგარია ეხა 200 არ არის კაცო. ნუ ნახოთ რა დრო ჯერ აქვს იმას მე არა მაგ დრო აი რა დრო ისეგეთები მე გეთები მაგრამ ის წეღარ ვლაპარაკობდი ჩობის მეტობრე ღამის შევიდა ღამის ერთ დღეში ტიპა რა გააკეთა იქაც კარგია აი ქუჩის დღეებში ბარიკას მან დიცი რომ შეფასებავასებას რა ეს როად ის საქვია წამალს ედა და ვინ არის ლევანთაც რომ ვინ არის ჩემ მეგობარია იქ ჩართული ტექსტი ვინ კაცო სახელი არ გიორგი ისე უბნება აი გიორგი უკვე წავიკითხე რომ ყველას ქვია საქართველოში გიორგი სენებია დასამართლებელი რომელიც გიორგი კაცო მომდევნო ლიცენით არის დღესაც რა და ზურა ერთი უცნაური კითხვა არის მაგრამ ვიკითხავ გიბრძანებ თქვა ესე იგი ლუომოტესიო ესე გვეკითხება ეს ადამიანი ლუომოტესიო ქვია რა ვიცი ისა ვეცახელია გიორგი თბილისიდან ექიმი ვარ კითხვა მაქვს ბატონ ზურასთან აუცილებლად კითხეთ ქართველის გარდა რომელი ეროვნების ქალმა იცის საოცარი მოფერება ჩემი პასუხი არის ფრანგმა ნახოთ ბატონი ზურა რა სიტყვი ოპა ნა ინაკი საოპა მერსი გარიგა ვაიმე რა ზურა თუ გინდა არ უპასუხო არა ნუ ჯერ ესერთი არა ჯერ ესერთი რაღაცა უცნაური შეკითხვაა ხო არა იმიტომ იხოცება რა ძალიან თქოს კითხე სხვა რამე რო არა ვთქვათ მოდი ესთეტიურად უცნაურს ვამბობ უცნაური თან გიორგი ექიმი უზდელობას არ გულისხმობ არა უზდელობა არ არის უცნაურია ნუ მოფერება ჯერ ესერთი ოი არა მე ხა მიწერ რას გულისხმობთ კონკრეტულად ხო რა მიწერე ხოლა ქართველი აჰა კაი კითხვები კაი გავაგზავნე ქართველმა გიბრძანებ შემდეგი კითხვა კაი ამ ერთი არის სალამი ბიჭებსო მიხეილ მესხი ეს ხო არ ვიშაღვარ არის დო ალბათ შეიძლება ვენაცვალე და ეგრევე ვითომ ისე მიხეილ მესხი წერს ზურას თხოვე მოყვეს უმცროს მიშიკო მეცხზე მოგონებები ზურა ყველას გვიყვარხარ ჩვენი სიამაყე ხარო ვეცები მიხეილ მესხი არის გაშალე ეს დალოცი არ შეიძლება ბიჭო ეს კი არა მაქვს ონლაინ ჩემი მესხზე გითხრათ რა დიდი მესხი იყო მამაჩემის ძმაკაცი ხო მიშა ჯოჯოა მოჯოა ცნობილია მოვენა ხო და მოკლედ დედას ვიცავარ დავდიოდი დუბლებზე ბილეთი არის შოუება მე მამაჩემი დიდი მიშა მესხი თავის ქალთან ერთად და მაგის შვილს უყურებდით 20,000 შუათანამიშას ხო შუათანა დავჯდებოდით მარცხენა მხარეს და მეორე ტაიმში ანუ მანდაც მაგაზეც იყო ექცევა მამამიზე ვიცი რომ იყო აი ხო იცი უარჯერათ ბიჭო აი ხალხი არ ჯერათ მაგრამ ხალხი ორ ბილეთს ყიდულობდა ერთ თამაშზე კი არ არის ეგ ლაპარაკი სეზონზე კი ლაპარაკი კი მართლა ეგრე იყო ესე უყურებდი და აი მახსოვს დიდი მიშასგან გვერდზე მეჯდა კაცო მახსოვს რომ ბიჭორებს აკეთებს ლაწირაკი მე არ ვიცოდი ეგეთი რამეები ჩემზე მაგარია ესო ხალი ცირა მოდი შეხა ჩეროში რო იდგა ეს ხო და ეგ არ გამიგოთ ისე მეთქი უნდა მეთქვა და ის უფრო ზარმაცი იყო ვიდრე ეს რა ეხა ეს მე სპარტაკში ბესკომა წაიყო მაგრა უჯიგრა იმან აქ იყო ცუდად მიშა რაღაც პრობლემებში იცის ყველა მესამბავი და მოკიდა ხელი წაიყვანა და ორი სეზონით გამოყავდა მეორე ტაიმში და SSR-ის ჩემპიონი გახდა ის და მე გამოეპარა მოატყუა დეპეშ რაღაცა იცი ფეოლაში რო არის ეგ რა იქ თბილისში ისაო ესო რაღაცა გადადა წამეს რომ დაარჩა და აღარ ჩავიდა რა ანუ იმან მეგობრობა იმ კაცმა იცოდა როგორ ჩანს დათოს იმისი რა ქვია დიდი მიშას ამბავში მოკიდა ხელი და ესე და გამოიყვანა ორი სეზონი მაგრა ითამაშა უყურებდი მაგრა კაიზე რომ გამოიყვანა და 20 წუთი ფეერვერკი იყო ტიპი, აი მართლა თან ახლა იქ რუსეთში ძალიან ძნელია ეგეთ სტილის ფეხბურთი თამაში. იმიტომ რომ გირახუნებენ და იმ პერიოდში ო და ხუჭასაც როგორ ურტყავდნენ ბიჭო, რა და ეს კიდე რამეს მოყვები ახლა პატარა მიშაზე გეკითხებიან მე მგონი. თუ არა და ბრძანება რომ აი ამ პატარა მიშაზე ხო გეუბნებით რომ უცროს მიშიკომესზე რომელს გულისხმობს ოღონ ვერ მივხვდი. შუათანას თუ ამას არაგაცა შუათანა
პინტებიო მოტყუებაო და აბა ეხლა ის ამბებს აკეთებდა ხალხო მარცხენა კრაიზე, აი ეს იქვე ვიჯექი და უყურებდი მეთქი ეს ვინ არის? როგორ შეიძლება ეგეთი კაცი დაიკარგოს? მე ვიცოდი, სხვა შორის ბერჯენ მქონდა შეხება, პატარა სახე კარგად ვიცოდა. არა, მეც მაგრამ ხშირად მქონდა შეხება და ქუჩაში შეხვედრილი ვართ, იქ რაღაც არჩევნები იყო, ძველი ფედერაციის სიტყვითაც გამოვიდა, მაგის სიტყვა მახსოვს ეს დადგა და აი ხო, ესო კანდიდატები იყვნენ, შივაძე იყო, ნუ ვინც იყო და რაღაცა და ეს ერთი კანდიდატი იყო და ესო სახელი და გვარი თქვა რა და ესე გააკეთა. ჯაიცი. ანუ თეატრალურად ჯაიცდა რომ ესო ეხლა ჩემს არაფერი არ არის. კაი, შემდეგი კითხვა დავსვათ. 27 დრაკონი რა არის? სერიალი ბიჭო. ცხელი ძაღლი თუ 27 დრაკონიო. მე არ მიყურებიანო და რა. არა, ცხელი ძაღლი ჯობია ყველანაირად, იმიტომ რომ ცხელი ძაღლი ძალიან პოპულარული გახდა და დღესაც უყურებენ და ერთის დონ გაისმება და აგრძელებენ გესმის და ეხლა ცოტა სირთულეა ჟანრისთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც რაღაც ეპიზოდებში არის მე გამოძრებიან, მე მგონი, არ ვიცი, იმიტომ რომ უნდათ. იზე ადვილი არ იქნება, მაგრამ თეატრებს შორის საფეხბურთო ტურნირებში მიგიღია მონაწილეობა? სამწუხაროდ არა. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ სხვა შორის ძალიან კარგად თამაშობდით მიშა ჯოჯოა პატარა, პატა ბარათაშვილი ეს 2 მეტრიანი კაცი 48 ნომრის ფეხი ესე ატყუებდა ყველას. გავიგებ შემოყობდა ბიჭო ფეხს და ეს რაღაცნაირად წაგართმევდა. რაც არ უნდა ეხლა ხელაფეხი წაგართმევდა. არა, აი, როდესაც ოფიციალური ტურნირები იყო, გია ფერაძე თამაშობდა. გია ჩემთან ეზოში ერთად თამაშობდით ჩვენ სასწაული ლაღიძე თამაშობდა კარგად კაპიტანი იყო და მაგრამ მაგაში ვერ მივიღეთ. მაგრამ ფერაძე ყავს დამარცხებული კინოსტუდიის პატარა იმაში ლუდი მოუგებთ. ეხლა მარტო თუ იყო მოუგებდით. არა, მე და მაგან ვითამაშეთ. გია ძალიან მე ვიდექი კარში ის მირთყავდა, ის კარში გია ძალიან მაგარი იყო. წარმოიდგინე ხა ვის ერთად თამაშობდი აგერ შარტავა 18-ში. დათო ყიფიანი, ო და აბა. გია ფერაძე და კიდე ხა ძველი ფუტბოლისტი მეზობლები და ზურა ისე გვატირებდნენ ყველა ბურთზე. ახლა მე ერთ მარკასო გაგვეტანა ან მოგვეგო მაგათთვის. პატარები ვიყავით ჩვენ. აი ესეთი ჟილკიანები. არა, ეგრე არიან ეხლაც რა ეს ზველებიც რა. აი წაგების თემა, მე გარაჟი იყო, იქ როენის გარაჟი. იქ საღამოს ჩამწვადეს დაждდებოდა და ეს რიტუალი იყო რა. ის მოედანი მე და მამა ჩემმა გავაკეთეთ, შევღებეთ კარებები, სეტკები, ჩვენი ხელით, მაგრამ გპ-ში იყო შემდუღებლები, იქ კარებები, ფარები, აი ესე დრო იყო რაღაცა კაი რა. და რამაზი და იმათ თამაში? ჩემი ძმაკაცი იყო ინსტიტუტიდან და საერთოდ გია კარგად თამაშობდა ძალიან. მამამისი მეუნებოდა, არა, ფერაძეზე არ გეუნები, გია ძნელაძეზე. ძალიან კარგად თამაშობდა, პლეხანოვსკი, კამოს 4 თუ 2, აი უბნიდან იყო და მამამისი ეუნებოდა დედაჩემს, ნუ ძმაკაცები იყვნენ. კაცო, რობიკომ აიყვანაო თეატრშიო და ჯერჯერობით ფეხბურთს თამაშობს. როლებს მაგას არ აძლევენო და საწყალი იცი როგორ დაიღუპა? სპექტაკლში თამაშობდა ჯვარი აქაურობას მიცვალებულს. და რომ ზამთარდა სპექტაკლი გადარბოდა რუსთაველზე სიგარეტის საყიდლად. და იმ თრალებმა ვიღაცებმა ხიეს და მოკლეს. ეგეთ რაღაცები. აი იდიოტობა. არა, ეგეთ რაღაცები ხდება. აი ხო და არ უნდა ხდებოდეს. აი მე მაგალითად მამაჩემის ბიძაშვილი პალიკო ობოლაძე მეგობარი გარდაეცვალა ზურა წარმოიდგინე. და რაღაცა მეხუთე რაღაცა დღე იყო და ავიჩემეს რომ ავიდეთ და ავიდენ. და უკანა გზაზე ფეხით ჩამოდიოდნენ სასაფლაოდან. და ეს პალიკომ დაიწყო რომ ისო ჭუტა ერქვენბიც ჭუტა მეძახი ამის 4 საათზე რაღაცა მანქანამ გამოიარა და ამას წაკრა თავი დაარტყა ბორდიურს ხო მე ძალიან პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს მაგრამ ღეროდი დისკებიცაა გამოშვებული აი ესეთ რაღაცები ხდება თქო მაგრამ ხო საშინელება აი ხდება ეგეთი რაღაცები ანუ აი ხო ის არის მე მოსაყოლად რო ფიქრობ უკვე რაღაცა ძნობა და არ ქვია ამას ფიქრებში გადიღ მეძახი არა იცი რა არ უნდა იძახო რა მე მგონი რა ეხა მოიზიდა ხო არის რომ იძახი და რაღაცა ხდება მოიზიდა მე რამე ცუდი აზრები რომ მომია თოში ეს მოვაკეთე ხო იცი შეშინება მე რო გავაკეთე იმ დღეს მე იძახიო მართლა მოვდივარ იმ დღეს გავაკეთე სვეტში ეგეთი რა მეც მაგ ეგ მაქვს ბიჭო ეს რაღაცა გაკანკალებს და მე შეიძლება უნდა ვაკეთებ მე კვალეჩი კი არ მინდა სალამი ბათუმიდან ვაიმე და მას აკანკალე ხა მიქუს ვარ
წავიდა. აუ, სალამი ბათუმიდან. მაპატიე, რა მაგარი არ რა გასულა გინდა? შესვენებაზე პირველად ბამბოს ჯიგარი ხარ. სულ გაკანკალებს ხოლმე გედრიშება და დღეს აღარ გედრიშება. აი, ეხა უყურე რა ხდება. აი, ეხა ამის აი, ბოდიში ხელს ხო არ გიშა? არა, მომისვლე. მე მაქვს მეორე ტიპის დიაბეტი. და აი მაგაზე მეკაიფება. არ გეკაიფები. მეორე რა არის? არა, ძურა, პირიქით გამისწორდა ადამიანი პირველად. ხარ ბიჭო შენ? კაი, გეხა თოები, გადი აქედა მოცილ. შეშოდი ხა? გამორთეთ კამერები. არა, ძურა, პირიქით გამისწორდა. ის გაიცით ანუ და შენ რო გიყვარს. არა კი? ზურა იქნებ შენ მაინც ისოდე საიდან ქონდა სერგო გამოსურებული. რა. ეს ტიპი სულწეს ცხელი ძაღლის ფანია. ხელი სახლის ბანია და საიდან ქონდა სერგო გამოსურებულს ხასან ცეცხლადის ბაბუის იარაღი. ისე დაბრუნდა, ეს დავიბრუნდა. ისე მართლა საიდან ქონდა გააკეთე. არა, თვითონ სერიალში არ ჩანს. არ ჩანს ხო და აი არ უნდა ქონოდა. გავარკვევდა მოგასწრებთ. არა ეს არ იყო ხომ მე და ვიღაცა მკითხავ დავიწყებ მაგაზე მუშაობას მე დავიწყებ და დიდი მადლობა შემოწმო რო გიყურებ და თქვენ ყველა თოთ რო გამოიწერეთ ჩვენი არხი. მე ირაკლი ვერძაძე წერს ეს იყო გიო ქოჩო ვინც ეს ცეცხლაძეზე გითხარ რა გიო გენასოლო ჩემი თავი გავარკვევთ. სალამი ბათუმიდან ძია ნოდარის ზურას და დიმას ძია ნოდარი ხარ შე ზია ვარტო გამოვიდა 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 მდგომარეობიდან ხეჩო და თუ მოაგვარებსო ახტება აუ ფილმიდან ხო აი ახლა რაღაცა მოვახერხეთ ნახე აი რამოდენიმე დღის წინ პროდიუსერი და რაღაცა მოვაგვარეთო რაღაცა ვიშოვეთო და ვაგრძელებთო და ანუ ვაგვარებთ რა თქმა გამოვა ალბათ ხო ჯერჯერობით კიდე ერთი კითხვა ხეჩო ბატუკი ორი ცალი რა ბატუკი სამი ირაკლი ჭეიშვილი წერს მაგარი ადამიანიო მე არაფერი ზურა რომელია ბატონი ზურა საყვარელი წიგნი მა ვეგეთი იყო თუ არის ერთი ეს რომელი ბიჭო პერიოდებად არის რა კეფიცები ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი მოსკოვში გიждდებოდი ვაჟაზე აი ზაპოი მქონდა ვაჟაზე და რო წამოვედი რუსეთიდან მერე მქონდა ბულგაკოვზე გართულება ეს ვის პირიქით ხდებოდა რა ეთქობა რაც გაკლდება აი ის გინდა რა ხშირად კითხულობ ისე ახლა ვეხარა ამაზე ჯერ ორი ძაღლი გაზის თავზე რემონტი ორი ძაღლი არა ორი აღარ მყავს ერთი მყავს მაგრამ ორი შვილი მყავს გიჟები შვილი გადარეული, ცოლი გაცოფებული, მე თვითონ ვერავარ თლად კარგად და არა, რატო ვიძახი? კარგად დაახასიათა. რა სიტუაცია ქვეყანაში? გეფიცები რა, არა, გეფიცები. ნუ აი ერთადერთი როც აი ამაყი ვარ იმით და სიხარული რომ მიმაჩვიეს კითხვას, იმიტომ რომ ნუ პედაგოგებში გავიზარდე ორივე დეი და ერთი ფიზიკოსი, მეორე ინგლისი, დედა ჩემი რაღაცა ინსტიტუტში სულ წიგთან მქონდა საქმე. მაშინ არ იყო ეს აპარატი, პრეპარატი, რა ქვია ამას. იცი რა, ეს მაინც რავი, კითხვის. არ ვიცი, ამან რაღაცა მიქნა. აი ახლა მაგალითად რამოდენიმე წიგნი მიდევს და რას ვავლებ ჩემ თავს, რომ დავიწყებ წნარა, იმასაც. ვაიმე, ნეტა მივიდე იმასთან. მე 10 ფურცელზე ვგზნობ, რომ სხვა რამეზე ვფიქრობ. კითხულობ ერთს. ნუ არ გითხრეს ესე იგი, გამოდის. ვერა, უსაყვარლესი რა. საფიქრალია ბევრი. და არ ვიცი, ხო, რაღაცა ხდება და ძალიან მაგარი რაღაცა. ბევრ ამასთან ერთად ნათქვამი, ახლა აი კითხვაზე და ბავშვობაზე გამახსენე. ძალითო კლასიკურ მუსიკასაც მასმენინებდნენ ბავშვობაში, მაგრამ ეხლა ხვდები მე როგორ ილეკებაო რა. ეგ გაუცილებელია. აი, რო იტყვია რომ ბავშვო, ნუ დააძალებთო. დააძალეთ. მერე მადლობას კი, აყალიბებს რაღაცა შევას იმას გიშება, ხო რა. იცით, რჩება, ის რაღაცა განვითარებაში გეხმარება. რა თქმა უნდა. იგივე არის წიგნი. იგივე არის თუ რაც უფრო მერე ამოტივტივდება ეს ყველაფერი და ბედნიერი ხდება. მომძანდით, ჩემო ბატონო, მომძანდით. აუ, ჩემო ბატონო, სულ ამას ჭიკვაძე. სპორტული გადაცემა. ვეტერა. სპორტული არა, სპირტული. ო, და ეგ უნდა მეკვა. სპორტ კალეჩით, სპირტ ლეჩით. ხედავ რა დღეში ვარ. ბოდიში სენიორი. მე საერთოდ არ დამილია საუკეთესო შენთან ერთად მომინდა. მე ჩარდა პივის გარდა არაფერს არ აქვს. ხო და მომინდა დღეს რაღაცაირად რა. მეგობრებო, გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი და უფრო კარგად გაიგონებ. იმიტომ რომ ვერ გადაგფარავდი, მე იყო რაღაც მე ხედა რა დღეში. ავი გაუსტაკა სპექტაკლი აქ. რა დღეში ჩავარდი. იცი, ეს ამბავი იცი, ნაღდი ამბავი რომელი ქვეყანაში არ შენ თუ იცი მითხარი. ბავში რო ჩდება. მე მგონი გლაზგოშია, სელტიკი და რეინჯერსის გულშემატკივრებზე. სამშობიაროდან გამოყვანის დროს
ოჯახი ხო არის გლაზგოს რეინჯერსის გულშემატკივარი. სელტიკმა მოუგო ახლა ხან. ხო უყურე მაგ თამაშს. ბიჭო, აი ხო აგებდა 99 წუთზე ორ ბურთს აგებს, მაგრამ მაინც სხვანაირი დერბია და მიულე. ჩაიცავენ ლურჯებს, მთელი ამის საძმაკაცო, ერთი 100 კაცი სამშობიაროში მიდიან და ბავში რო გამოყავთ ამის ჰიმს ღერიან რეინჯერსის და ფერები ამ ბავშვს ახვევენ ლურჯებს ახოთო და ანუ ღმერთმა არქანას და სელტიკი მერე არ მოეწონოს ეხლა ამ ბავშვს. ეგრეა. და ის ხო მოყვა ვინ მოყვა? ზაზე რა? ხიზანა მოყვა? საჭმელი და რამე, სტუმრად გადავიდა სელტიკის ოჯახში. სტუმრად გადავიდა, რეინჯერსში ხო თამაშობდა და სელტიკის გულშემატკივარი იყო მეზობელი. გადმოდიო ვისადილოს საღმიოხში. არა, თვითონ რეინჯერსის ფანი იყო, ცოლ-შვილი ყავდა სელტიკის ფანი. ხო, ეს რო გადავიდა. იქ ოთახიდან არავინ არ გამოდის და ამას უკითხია და ისინი სელტიკის გულშემატკივრები იყვნენ, ცოლი და შვილები. და ამის კარგის მოთხოვნა და არ გამოვიდნენ. და ამან კითხა ხო იცი რომ? ო, მანიაკო, მე ვიყავი მაგ დროს. საჭმელში რამე არ ჩამიყარუნოდა, მაგაშენია დაერხე. აი ორი რამე მახსენდება. ერთი 78 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონი და რესემბრიკმა მეტრანახევრიდან შტავ იმას ძელს რომ მოარტყა და ის რო შეეგდო ბოდიში და ჩემფეხებს გახდებოდა არგენტინა. მაგ თამაშზე მითებს ყვებოდნენ ხო ისი კრუივზე პირველ წუთში რეიჯი რო გააკეთა. კრუივი იჯდა. სნაიპერს ჰქონდაო დამიზნებული და კრუივი იჯდა იქ და რომ ცოდნოდა რომ ფინალში გავიდოდით ვითამაშებდიო ამაზე საზრდოობა. არა, ჯიგარო. ვილი ვანდერკერხოფმა და ხელმა და იმან ითამაშეს. შე ხო არ მახსოვს. არა, კრუივს არ უთამაშია იქ იჯდა. და ეგ არის ყველაზე საზიზღარი ნათქვამი რომ კაცმა თქვა არ ვიცი სიმართლეა ეგ თუ ტყუილია მაგრამ ვითომ კრუიფმა თქვა რომ ცოდნოდა რომ ფინალში გავიდა და ვითამაშებდა ეგეთ კრუიფისგან ამჯერა მეც ამჯერა კრუიფისგან ამჯერა აი ლაუდროპი რო არ წავიდა დანიის ნაკრებში და მაგიზმა რო წავიდა და ევროპის ჩემპიონი ეგ არის სამაგალითო იუგოსლაველების მაგერად რა შევა ხო დაიწყო საწყლები და არის კიდე კითხვა მაშინ გიბრძანებ არა და იუგოსლავია რა მაგარი იყო მაშინ გიბრძანებ დიმა წაიკითხე შემდგომ ახალ ბოლაშვილი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რომელ სპორტის სახეობას უფრო ადენებს თვალს და ვინ იყო მისი ბავშვობის კუმირიო სპორტში ალბათ ზაფხულის თამაშებზე რა ვიცი ნუ რა ვიცი ეხლა ბოლოებს რასაც ვიხსენებ ნუ ჯუდოსთან მქონდა ხო ყველას აღარ ჯუდო რო არ ყოფილიყო მე ზურა ქალების იმას უყურებ პლაჟის ფრენბურთს ვაიმე რა აბიჭე მეთქი რა გოგოები არიან და საერთოდ აი გოგოებთან დაკავშირებით ნუ რა ვქნა ძალიან კარგად თამაშობენ ამერიკელები უცნაურია ფეხბურთს ქალები მაგრამ არ მიყვარს ქალების ფეხბურთი ქალების შტანგა ქალების ჭიდაობას მაინდა ჯუდონიშივო ჩოგბურთი ძალიან მიყვარს ჩოგბურთი ფრენბურთი ნახე ეს მიში პრეტენზიები ხო აქვთ ქალებს რომ ჩვენი საპრიზოები ცოტაა და კირგიოსი რომელსაც დანებებული აქვს თავი ხო ერთი კვირის წინ საბალენკასთან ათამაშეს პირველ ნომერთან რა ადაუარა ხო ტიპი რომელიც არ ვარჯიშობს ხო ანუ შედარება არ არის სამწუხაროდ მაგრამ ვიზუალურად მაგო ეხა ეძე ქალს ცოტა გრაცია ნუ უხდება ქალს სინქრონული სურვა მხატვრული ტანვარჯიში თავი აკი და ჩოგბურთიც მაგარია და სტანგა არ მიყვარს შენი მოჭიდავე გოგოები ყავს რა შენი მოჭიდავე გოგოები სოფო გაგაფრთხილები ისეთი მაგარი გოგოები ყავს ურა რა ვიცი შედევრი ისტორია ძალიან მაგრები ძალიან მაგრები აი ჩოგბურთი უხდებათ ძალიან ეკაც ჩოგბურთთან თან რომ აუ ეს რა გარკვეულია იმას ისე იძახიანი ეს მაგრა იძახის გააკეთე იძახის გიჟებით ეხდება ბატონ ზურასთან ერთი კითხვა მაქვს ესეც უცნაური კითხვა ალბათ ბევრს აინტერესებს რამდენ ფილმში გახნა თამაშებიო ეხლა დაცული გექნება არა მაგდაცული ნაღდა აი ამდენი აი ისე უხეშად რო თქვა დეიდა ჩემები აღარ ამყავს სოცხლებით რომ გექნება და ვიღაც ბიჭი მანიაკი მირეკავდა რომ თურმე მე მეგონა 40 ყოფილა 80 აი რაღაცა ეგრე ბევრი ანუ ბევრი ეხლა მეც ხაი ხომ ეხლა კი არ გედრები და მე კითხები არ ამდენი რეპორტაჟი გაქვს წაყვანილი და ხო რა იცი ნახდან თარმაშო ეხლა 1000-ზე მეტი როა ვიცი ამდენი წელი გავიდა და ახლა 100 უახლოვდება ალბათ ერთი კითხვა მაქვს ნუ და შენთან არის არ მთავრდება. არა, ბიჭო, ფილმოგრაფია გასურასი. დათვალე მე. მაგრამ მან შეიძლება ყველაფერი არც იყოს. სასაკვირველი. ბაბულიკია თუ მონტანას წევრიო? რაო? ჩემიწოლის და ქალების იმას იცავენ. რა მაგარი კითხვა. ბიჭო, მე ბაბულიკს მათამაშებდნენ და ბაბულიკები ვარ ჩვენო. ისა ზურა, გვია და შენთან. ბატონ ზურასთან არა, მაგრამ ნოდარის კითხეთო ყველას დაგაინტერესებთ ვიცი რა. აბა
დიმას რა მეტსახელებს ეძახის და რას ნიშნავს ეგ მეტსახელებიო მოყევი ეხა. და ჯერ ას მეტსახის ურას უთხარი თუ მიხვდება რა. მატუკი მედესი მედეჯიმე ეს ისე სიყვარული წარმოვიდა არაფერს არ ნიშნავს. რაღაც იქვე დაიბადა. სიტყვები მოიგონა. ამან მოიგონა? მე ვარ ამის ბავშვი ნათლია. მატუკი მედესი ამის მედეჯიმე. ბავშვი ნათლია ვარ კი რა. ისეთ საყოველთაო არის ბავშვი გაგიზდო ყველა ბავშვი კარგია, მაგრამ ეს თუ ჩემი ხარ ტელეფონზე რო დავრეკა და თუ აიღო იმან მედეს როგორ ახარ ბავშვი მედეს? მე მოვიგონე. მედესი დავგუგლე და კუნძულია სადღაც. შემთხვევით არა, ამას შემთხვევით კონძოლი კი რაღაცა კომპანია ყოფილა მედესი. შოთაშორის მოდით. მედესი მყავს სამყარო და სპონსორობას ითხოვს. შემოდით. აბო, მე ერთ წინადადებას მოგცემთ. კი არა, შეგთავაზე. აბა ცალკე გადაცემა მოაწყეთ ორნი მარტოები რო იყვნენ ესენი. არა, შუაში ადამიანებს ჭირდება რომ არ მივაკლა ეს. გაიგე? მამის ტოლაკაცია კაცი მოიყვანეთ. აგერ გილისგან ისე ხურა თავზე ხო იცი აი რაღაც ამჯარი რო ამას. და ვიცარ ლაპარაკებოდა მამუკა გორგოთის ამჯერით. მამუკა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს უკეთია წარმოიდგინე 6 ერის განვითარებაზე საქართველოს ნაკრები და ეს გორგოთზე ისეთი ჯიგარი ტიპია რომ შეხება. რა ვიცი ნოდარ ეხლა გაიძულ ლაპარაკ. აი მე ამას რო უყურე, აი დედასპიცა ვარ საგიჟეთ თუ არ იყოს ჩეულებრივი რა. ეხლა ამ ჭიქით იცი რას ეხლა მინდა დავიდი თქვი და მე რაღაცა უნდა ერთი რაღაც და მე გადავიდეთ. მე გადავიდეთ თამაში. არა, მაგარი რაღაც უნდა ვკითხო, მაგრამ ხო, რა საკვირველი. დიდი პროფესიონალიზმს გაუმარჯოს, ეხლა უცებ რა გამახსნა, იცი? ერთ-ერთი ჩვენი პატარა ქალაქი იყო თუ არ ვცდები, სტუდენტი ვარ, რაღაცა მოკლედ შევიპარე, ბილეთი არ მქონდა. მე დაგინახეთ, როგორ ემზადებოდით სპექტაკლის წინ. იმ პროფესიონალიზმს გაუმარჯოს. ეხლა რა გითამაშიათ, როგორ? ეგ ყველა მიცის და არაფერი. კულისებში დავინახეთ შემთხვევით, როგორ ემზადებოდა ზურაყებს. ანუ გიჟდები მომზადებაზე და აი ამ პროცესზე. აი მაგას გაუმარჯოს. ეგ არის ყველასდი და აი შლეიფიო რო ამბობენ მე მოყვებოდა და მოყვებათ ყველა სპექტაკლში. გაუმარჯოს პროფესიონალიზმს ზურას თამადობით. კულისებში ვისთან არის ამყოფ მე სულ მთელი ბავშვი იქ მაგათ დრამატული. კავკასიურ ცაცეზე. ნოდარ გურაბანიძე ხო იცი ნოდარი აგათ ზანეხული იყო და სულ კულისებში ვეგდე მათ. აუ რა ამას. ყველა საინტერესო მანდ კოტეტიშვილი რამაშ ხვიკვაძე. გოგი გეგეჭკორი წნეთში. მაგა ბილიარდს თამაშობთ და მე ვასებოდე პატარა ვიყო დამათრებული. რატო დადო პირიქით ამოცი? მანქანა გატან დონ კიხოტის გადაღებებზე ვიყავი ახალციხეში. ეგეთ იმებში ვარ გავლედი და მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს გამოვედი, რაც გამოვედი რა. ჯან გავიღაცა გამოხვედი. აი ეხურები, ზურა უყურე ხა შე ბარსელონა ხო ახსენე. არა ამას ვერაული გვერდს. ერთი ამბავი ხა ატეხილი რა. რაზე? არა, იმ დერეფანი რო არ გაუკეთეს. ძმელია რა. რეალმა დერეფანი რო არ გაუკეთეს. აი რა არის? არა, მე კითხო, მე ჩემი აზრი მინდა თქვა, ვიცი, რეალის გულშემატკივრს ეწყნე, მაგრამ ეს გუნდი არის შემდეგნაირი ჩემთვის, რაც მე ჩემი რეპორტაჟების დროსაც იერო გაუშვეს, დელბოსკე გაუშვეს, მორიენტესი გაუშვეს. ანუ არა რაული გაუშვეს. ეგრე. გახსოვს რაულზე რო იჯან არ იყიდებაო. თვითონ მაკფინალზე მე ვიყავი, რაულმა რო უთხრა ანელკას. მაკფინალზე მე ვიყავი, მაგვარჯიშზე ვიყავი. ანელკა ამპარტავანი რაღაცა ეგეთი რო ტიპი, მაგრამ ბაიას გაუტანა ორი გოლი რა. მე ყველაზე ძვირი ღირვა რო ვარჯიშზე უთხრა და ამან უთხრა ფეხბურთელებია, ვინც არ იყიდებაო. მარტო ცხოვრობდა ნომერში, აი პროჩი რა, ბოდი შეღანეკაზე. ანელკა ხო? ცუდი ტიპი რა, მაკვანავანა ესე გააკეთა. არც მომწონდა არა. კი, უქნია ისეთები რომ არაფასებენ. ანუ ისეთი გუნდია, რომ ეგერ ალონსო ეგრევე გაუშვეს, გასაგებია, რომ ბარსელონას ვერ უგებ ეხლა ამ შემთხვევაში ეგრე არის. თან ისეთ ბარსელონას, რომელიც დიდად ეხლა არ წინავს როგორც ადრე. ხო, ეგეთი არც ერთი აღარა, ეკლასიკო სხვანაირი გახდა, მაგრამ აი ეს ერთგულების მომენტი ფეხბურთში, თქვათ, ხო ეხლა? აი როგორ გითხრა, მე მაგალითად მიმაჩნია, რომ არ მომწონს რეალის ფლობელების აქციელი. მაკუთხით. მიწერე. ორიენტეს უშვებ იერო ტელეფონი და მესეჯით გაუშვეს, დელბოსკე გაუშვეს. ანუ რაულზე ხო ლაპარაკი არის, ტიპი წავიდა შალკეში გაზპრომი დაიწერა, იქ თამაშობდა, ეხა ფეხბურთი თამაში უნდა დატირს და ბარსელონას თემა საიდან მოგდის უფრო შენ? მესი აი მაგ დროიდან თუ არა ადრე უფრო ცოტა. ანუ რომარიო სტოიჩკოვი და ეგენი რო იყვნენ, კუმანი და ეგ მე მახსოვს პროსტა და აი იქიდან შემიყვარდა. რა, მაგრამ რეალი ძალიან ის არის ეხა რაზეა ლაპარაკი. რეალი იყო, რეალი და ესენი იყვნენ ძალიან სვეცკები რა. მადრიდში რო ვიყავი ფინალზე. იქიდან ვიყავდა ერთ-ერთი ფინალი 2001 წელი. ქუჩაში მივდიოდა, სტადიონი ახლო არისო რა მითხრეს. ხო და მე ფეხი წავალ ეხა მადრიდში მარტო ვარ თან წარმოედგინე არც ოპერატორი ხარ, ჩემთვის დავტასა ხან გავშყავდა და მივიდივარ.
მაგრამ რაღაცა ესეთი უკვე მივხვდი რომ რაღაცა მეერე ვარ რა და რაღაცა შენებლობა იყო, 5 კაცი იმუშაობდა და კითხე ამ ტიპს რომ მეთქი ბერნაბეუ მეთქი რა და არ არისო თუ აქვეო და მაინც წამოვალო. მესამოვალო. ეხლა ეზარებოდა იქ მუშაობა რა ქართულ ფონდში. გამოვყვა ეს. გზაში ვილაპარაკე და რეალი მეთქი რაღაცა და ალეში კი არეალი? არა მე ატლეტიკო. ატლეტიკო. აკო რეალის გულშემატკივარს ქუჩაში ვერ ნახავ. ანუ რეალის კნიაზები არიან რეალის ანუ ფანები. ესენია, ხო, ანუ ამათი რაიონი არისო, იქო, ქუჩაში რეალის გულშემატკივარს ვერ ნახავ. მეზეწლეები. ვა. ხო. ატლეტიკოსი. აბა. უმეტესობა ატლეტიკოსი რაც იმ კაცმა გააკეთა. სიმეონე? სიმეონე. აგერ აკეთებს მაგრამ მაგრამ ესენი ეს მე რომ გაუკეთა ის რომ გაუკეთა ამანაც რომ გაუკეთა ეგ არ მომეწონა. არა ხო მაგრამ გიჟა. ეგეთი რამე არა ჯიგრიანი არა ეგეთი ტიპები მიყვარს ეხლა ჩოლორი რაც თქვი ზუსტად ეგ არის რომ არ გავდეს ყველა ერთმანეთს. როგორ აწყო ბიჭო ატლეტიკო ჩაძირული იყო ხალხო არ გახსოვს. ეგეთი არის. არა მაგარია 200 არა თუ და მაგის ფეგმოთი ხო გასულ თვითონ მოთამაშე იჟი დაზარეული. არდილეს პირველი ნომერი კაპიტანი ძმა მოუკლეს არგენტინა ინგლისის ომში გადაფრინდა და გადმოფრინდა და საფლავა ძმა და ბიძაშვილი მენდეს არის კიდე? არა კითხები აღარ არის ხო და ჩემი საყვარელი პერიოდი თამაშის დრო დადგა. რომე ჩამოჭომა გამოცნობა როგორ ველოდებ ეხლა ნამსო ვიყო არა ერთ სიტყვას არ ამოვიღებ ხო წინაზე პანჩოსთან აქ კონფლიქტი მოხდა პანჩოს არა კონფლიქტი რა პანჩო არაფერ შუაში არ იყო დიმამ ჩაერი არ უნდა ჩაერიო სტუმარს არ უნდა დაეხმაროს წინამდელ შემთხვევაში არაფერი არ გავა აი ეხლა თუ გამოიცნო ზურამ გავაკეთე პოცაძი აჯიმანიას გეუბნები ოღონდ შენი დახმარების გარშე კაი ვაიმე 20 ვერ გააკეთე მოგტება მესამე კაცო შენ რა გიდა დალევ ჩემს შესაძლებლობას ნახევარს კაცო გაუნახევრე გაუმეათასე და აი კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის თამაში გრაფიკა ხო ლუკა ამოანათე და აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი ძალიან გთხოვთ რა და გული დაგვისვით ეგ არის ბიჭო რა უნდა გამოვიცნო ეხლა მე ცნობილი ეხლა როგორ არ მითხრობა რო არის ასოებს რო ამბობდა სიტყვა უნდა ასოგერები შეადგინა და უნდა მოთხრა რა ესე იგი რა დიმა როგორ თქვა რომ არ მიხვდეს ეხლა რა საიდან მე მოუვარო მიხმარებ მაშინ არა ესე იგი ცნობილი ძალიან ცნობილი ისტორიის იუმორი ნათქვამი ხო ფრაზა თქვენ მიერ აჰა ბატონო ნათქვამი ახლა მეტი რაღა უნდა არა ხო მეც აღარ მოვყვები ნუ სადღაც ამ ფილმიდან იქნება ან რაღაც ინტერვიუდან უკვე ცნობილი სიტყვა რომელიც მე წამომწდა აი არ წამოხდა ისტორიის ამონარიდია ასე არა კი აღარ მახსოვს ძალიან კარგი გაჩუნდი შენ აღარ ჩაერიო ასობგერები არ ვთქვა დავიწყოთ ასობგერები შეგიძლიათ არა ბავშვებო ვერ გავიგე მე კითხვა ვერ გავიგე ისტორია რომელიც თქვენ მოყევით არა გაჩერდა რა მე ვეთქვი რა მოკლედ რა შენ მე ნახუჭუჭებ რა დამაბნიეთ შენ მოყოლ ისტორიიდან არის ორი სიტყვიანი ფრაზა ეგრე მიხვდება და ეგ უნდა გამოიცნო რა ასობგერები როგორ ჩემი ნათქვა ხო შენი ხო მოყოლილია ოღონ როგორ უნდა გამოიცნო ასოები უნდა თქვა რა მე სპეციალურად არა ვერ მეხდა კაცი იმიტომ ერთ საათი უხუჭუჭებს всё დაიწყეთ გაჩუნდი ასოები ვთქვა აი ეს დაახლოებით შეხედე ოღონ ისეთი ძალიან სერიოზულიც არ არის რა რ არ არის ხო არ არის ნო ა მოიცა ერთი ჯოხი ა არის 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 ა ხო და მა ν არის მ ოჩახ ზურა ოჩახ კარგად დააკვირდი ჯერ სადახარ აუ მაგრამ იმდის აი რა უნდა ხო მაყურებლის თონას ვასრულებ მოეწონათ ეს სიმღერა ფონად ც არ არის ერთი ჯოხი ორი ჯოხია უკვე მაინც აუ ბიჭო კარნა ხობტო მე აი ხა გავიგე რომ უკარნახე აი იგივე რა უკარნახე აბა აუ კაი ხო არ ვიტყვი ც კაცო სულ არ არის მე არ გამიგია ხო და არა თუ თქვა უკვე ბიჭო თქვი უკვე გაშალე ხაზი ხო და დიმა ნუ ერე არა უკარნახეო და მე ვერ გამიგე ხა ემოციურია რაღაცა ზიჯახდი მაგრამ მე ვერ გავიგე ესეც მე აი აღარ გეტყვი მაშინ რა ასო შენთვის ჩუფჩუფებდი რაღაც გაუკეთე კაციკეთე რა ხო რა ნ არ არის ν რამდენი მინუსი შემიძლია ო აი სანამ აქ ხა ბაწარი ბევრია თავი ტანი ბაწარი მაიცა მოიცა რა თქვი ν მ ც ოვი ხა ისე მინდა აი ნეურონი კ კ არ არის რა მითხარი ბაბალა ბაწარი ჩამოება აჰა ტირიბე
ნუ თქვი ხო? გ გ არანაირი გ იოპ твою мать. გ გ გ შენთვის ო ვაიმე ზურა გაგახსოვს თუ სტაგრაფილინა ტანი ჩამეება დაანახე იმას კამერა ო არა ხო? ყველაზე დრამატული თამაში იმ არ თქვით არის თქვით ორი არა რა აი ხო გითხარი არ ვაგზიროდა თან სიცახის და არაო აი ნახე ეს უებია შეჩება უებია ესა აი ბიჭო იძო სუდი სიტყვას არ ვიცი რატო ცუდი რატო არის დიმა გაჩერდი ცუდი რატო არის ჭოჭო აუ კიდე უკარნახა უნამუსო ვიყო უკარნახა გავიგე არა რაღაცა მე არ მე ჯიჯია ჩაულებრივი თო უარი ხო ეს დიახ ორი არ არის ჭო ჭოჭო გეგონა თო აი შენ უკარნახა კაცი დააბლია თო არ არის არ არის ხო ერთი ფეხი დამჩა არა კიდე ორი ხელია კიდე ხელები ბიჭო მთელი ამბანი ჩამოვთვალე და დ გადავრჩი მე მეგონი პირველად საჭიმატია კ არ არის კ უკვე იყო შეგიძლია ათირის აი მეტყვი რომ უნდა წერდე იმასო ხუთი გითხარი უკარდა ხო ბაკინა შენ დაწერე შენ იმუშავე მო ვაიმე ზურა ადვილია რა ეხა რა შენ იცი ერთი შენ უნდა გექნა ერთი ხელი კაი თვალებს ვამატებ ზურას ხათრით თვალებსაც ვამატებ ზურას ხათრით შანსვა კ ნათქვამი იყო ჰა კ არ არის კ იყო ნათქვამი ნოდარ კარგი რა ჩაიწერე რომ იზიხარ მანდ იმისა არ ვიცი არა გავჯერ კაცშას ორი თვალი დაგჭა და ერთი ხელი თვალებიც არის გიმატებ იმიტომ რომ ძალიან და კიდე ხმარებ დამატեցება უხერხულია რაღაცა უხერხული არის მაიცა ამ შუშუ გენიალური ისტორია თან მაგრა ისა დოდა შეგიძლია ესეც დამატო და ორი გვერდზე რა და დიდი ხანი გაიწელებ ეს ნაღდი შუშუა არა არ ვიცი შუთქვი რატო ბიჭო მარტო აი ჭუჭუხოცხი არ იყო კაი ბიჭო შუშუ არა კუკუ დიმა გაწყვიტე რა ხმა რა შუშუ კუკუ მომო იყო მაშინ მოიქნებოდა ისა გაჩე ბიჭო ნუ სპეციალურად ნუ აურია და ეგ არის მთელი ამოცანა აი ფარე ეგ სახეზე რა ბრიტანეთიდან წამოვიდა ეს გაისტორე. პროექტი და ბრიტანულ იმაში დებულებაში წერია რომ უნდა შეუშალო ხელი ეს არის ბრიტანული ჯ ხო არ არის ორი თვალი დაჭა ცხვირსაც დაგიმატებ მოიცა ჯერ აბა რა ჯანდაბა საბრინა სუძუები როგორ გახსენდება ო არ არის ოიმე ხურა იყო და გამოვიდა შენ თო იყო და არ არის იყო არა აბა მე ჯერ არა გვაგდა არის გენიალურია სროპი და ჯო თქვი მოვთქვი კოვთქვი ტ არ არის და ერთი თვალი აფიქსე ყველა წელს სადუნა ჩაგისვენ რავი ტუტუ ბიჭო ყველაფერი თქვი დედამოწყული ამუზენა ერთი რაღაცა დაგჭა მარტო რა შენთვის დაკრეფილი მაქვს შნათქვამია შუშუგი იყო და არ არის შუშუ არ არის აჰა ეჯები შუ ბიჭო გაჩვდით ეხმარებია გ არ არის ერთი თვალი და ცხვირი და პირი დარჩა იქიდან გ არ არის გ არ არის ძ ვაიმე ზაიტაკეთე ძუძუ არის ძუა всё ძუძუ ეხა ის თავის მოყოლი არ ახსოვს ალბათ რა ძუძუ რა კაიშებასება ეს გორი მოგიყვნა ეგ კლასიკა ბიჭო კლასიკა მარტო ეგ გია ფერაძე მოდის მოსკოვიდან ჩამოდის
და საგრიმიეროში ზიან კარლო საკანდელიძე, რომელიც არის ცნობილი მიუნხაუზენი, რო თქვა რომ აი მე გუში ვიყავი სათევზაოდ და ამხელა თევზი დავიჭირე. მაირა! ზახონიაკ მაირა! და შემე აკეთე გრიმს იკეთებენ რამაზი და ის რა ქვია კარლო და ამ დროს შემოვარდა ფერაძე როგორ ახალ რაღაცა და კაცო რო არ მოგიყვეთ არ შეგვიძლია რა ის ახლა ხერია რამაზი ის და კაცო იმაში მოსკოვში ვიყავიო ვიღაც გოგონა გავიცანიო ქალბატონიო რაღაცა ავიყვანეო ნომერშიო და რა გავხადეო და 3 ძუძუ ქონდა ოცმად რამაზი უყურებს და სარკეში გია პრიშიკი ეკნებოდა პრიშიკი არა უკაცო რა პრიშიკიო 2 ძუძუ აქო და 1 ძუძუ აქო შუაშიო პაუზა და უცბად კარლოსი ისეხა თავის მაირა მაირა შისაძვიატიგო ბელარუსია მინსკ რაღაცებს ისახლის გავიმანე ხალი გავხარა და 6 ძუძუ უცბად კარლო ღორი მოვიდგა ვერ გაგიგია რა 6 ძუძუ შეჭება რა აი მაგის მოსაყოლოდ გავაკეთეთ ეგ რომ ნიკით გადავსულიყავით მე რა ვიცოდი ძუძუებზე ზაგორ გავაკეთე 20 აჭიმანია დიმა ვერ გავაკეთებ შეგამოგდები მე ჩემებურად ვაკეთე ნახევარი 10 ვიდეო 5 დაუკეთე 5 თვითონ პროსტა დააკვირდი ტრაქტორს ხაზიმანიების დროს შენ რა გინდა თუ გადაუღერთ ამას აბა რა ზეპირად ხوار მოვიდა არა პროსტა დააკვირდი გეხოცები რა უნდა დააწვე აბა სხვანაირად არა დააწვე არა ზეცემა ფეხზე გამკარვა გააკეთე ტრაკი დავიდა ტრაკი გაუში 1 2 3 4 5 всё ჩაბარებულია. შენ აზე მოდიხა 10 რო გეკვა ჩაბარებული კი არა თორე ასლა 20 რო ექნა ახლა მას არა რა იცი შენ სხვა ადგილს ამოძრავე არა თავარი იმა გონგერდი და ჩვენი ისტორიული დაფა რომელსაც ბატონის ზურას ხარით რა ხულიგნები ხარ ავტოგრაფი უნდა დარჩეს აბა ჩვენი ნიკორას დაფა კომაგის დაფა დაუჭიმენო და სად უნდა სადაც საერთარელი ადგილი სადაც დაინახავ დაწერე ისეთი გარყვნილია დაჭიმე და რაღაცებს იძახის რა დამჭიმი ხარ და რაღაცებს იძახის ო ჯიგა ესეთ ისტორიული დაფა კიდევ უფრო გამდიდრდა სკრომნად ჩერჩის მივაწერ მოკლედ ჩემო კარგო ადამიანებო ჩემო კარგო ხარ რაზე მოგიწყენია ახალი წელი სულ ახლახან შევიდა ძალაში და გილოცავთ უკეთესი წელი ყოფილიყოს ეს კამერიც ჩამიარა გადაიარა აგიარა შეჭარა ბრედ პიტი არ ყავდა მე გარიო პაციენტია შეული აი დაინახე როანჯერო ნიჩო გენსე შოკარა მე კარგად იქნება რა მადლობა ზურა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ უგმესი მადლობა და წარმატებები რა ჩაფიქრებული გა ყველაფერი აღსრულებოდეს ამ წელს და ჯანმრთელობას გისურვებ პირველად რა თქმა უნდა ყველას ულოცავ ახალ წელს და ღმერთმა ასეთ ხალისიან გადაცემებში მოგვახმედრა დიდი მადლობა თქვენ კიდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი გულები დავიწეროთ და აი ესე ერთად იმას ვქნათ რა ქვია ფალიაშვილის 84-ში შეგიძლიათ მიხვიდეთ ძაღლები, კატები, ჩიტები, თევზები, რავი, დრაკონი, მაკონი, ყველაფერია. დრაკონი. ზოოსფეისი ქვია, მე გავივლი აუსეროთ, იმიტომ რომ ჩემ ინტერესებში შედის. თან ფასებიც კარგი არისო. და შემდეგ დიმა უცებ არ დამაუწყდეს. შემდეგ გადაცემაში გამოვავლენთ გამარჯვებულს, ვისაც დიმა ესტურა ახალ წელს 31-ში ბრეტელებიანი მაიკით. კიფო, ზურა მოდის ფალიაშვილის 84-ში და მიგვიხედე ძმა. ბაბონოს. აი ჯიგრები ხარ. კარგი, მადლობა, მოკლედ, ზურა წარმატებები კიდევ ერთხელ და რა ვიცი. მადლობა. ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენს ლაილაის იქეთა პარასკევიდან კიდე შევხვდებით ერთმანეთს და გაიხარეთ. წარმატებები. მიცოცხლეთ. მადლობა. აბა დროებით, კარგად იყავით, ნახვამდის გვიყვარხართ. ასტამანიანა.